და რაღაცაშია საქმე, ამიტომ არის უმაღლესი სვლა ბიბლიისკენ, რომ მან უნდა კარგად გვაჩვენოს ადამიანი რა არის. და შოპენჰაუერმა მაჩვენა რა არის ადამიანი და შოპენჰაუერი მაზისხებს. და ქრისტე მეუნება ადამიანი რა არის და მაყარებს, რომელი ჯობია. თორე შოპენჰაუერი სწორია. მაგრამ აზიზღებს ეს ასა მაშინებს საკუთარი შვილი შოპენჰაუერის ეთიკას რო შევისწავლე, საკუთარი თავიც კი. მაშინებს პარიკმახერი ვერ დავჯდები, ყელი არ გამომჭრას. არადა რასაც ლაპარაკობს, სწორია ის რა. აფერია გვეუბნება ეს იმიტომ არის ჩემო არტურ რომ ადამიანი ცოდვილი ბუნების არის და ამიტომ არის თუ მე მაღიარებ, ეს პრობლემა აღარ იქნება. და არა ის გახვიდე ჩაიკეტო და აღარავის აღარ დაელაპარაკო შიშისაგან. ესეთი რამე არ გამოვა მეგობრებო. შეუშვით დიდოდით ქრისტე და დამთავრდა თავისუფლდებით, აღარ არის შიში. ქსენოფობია წავიდა. აღარ არის აი გარემოს შიში, ადამიანის შიში. მე გულოწყვილო კი არ ხდები და მინდობი. რაღაცა დახვეწილი უყურებ ყველაფერს იცი. არჩევანი შენი სწორია. არჩევანზე პასუხს ააგებ. აი ქრისტე რო გაგა არ არის შენთან უნდა გიჭირს რა. ღმერთის გარეშე სიყვარული ციტაძენელია. თუ ვილაპარაკებ ჯოხია ესე რომ ილია ჭავჭავაძეს აგინებს. ბიჭო აი კაცმა ისიც არის ის რომ საუბარი გინება არ არის პიროვნებისა. რატომ შევაგინო ილია ჭავჭავაძეს მაწყენინა რამე რა. მისი ლიტერატურის გარჩევა რომ იმ ლიტერატურაში ვარ ერთ-ერთი პერსონაჟი მე. ხო გიორგი ვიყავი თავის დროზე. მყავს ოთარაანთ ქრების სახში დედა ოთარაშვილი. რომელიც მერცევა ისე იქ არ წახვიდე, აქ არ წახვიდე, შეყარებულია ჩემზე. სიმბოლოა ყველა მშობელი ეგრე არ არის ოთარაშვილი. და რატომ არის ამის გარჩევა არასტანდარტულად რო ვარჩევ მე და აი ჩემთვის სასარგებლოდ მსმენელისთვის ეს აქმული რომ მე ვაგინებ ილია ჭავჭავაძეს გადასარევი ქვეყანა რა გაგიჟდებით რა ან რატომ არის სიმართლის თქმა გაანალიზება ის რომ ვაიმე შეურაცხყოფა მიაყენე ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენე კაცო გერულები ავათახარ ესე ექიმის ესე იგი დოგატყვის რომ სასიკვდილო დიაგნოზი გაქვს ეს იგივე შეურაცხყოფის მეყენებაა მაშინ ხო და მოკლა სიმართლის თქმა შეურაცხყოფა რატოა თუ ის არის იმ ჩარჩოებში მოქცეული იმ ფორმაში რომელსაც ითვალისწინებს ლიტერატურული ხერხები ჯერგეჭგება ხომ არ არის საუბარი ხალხმა დაალგება 24 საათი თქვენი დედა თქვენი мама თქვენ ასეთებო და ეს ხო ანალიზი გინება რატომ არის ამ ქართულ სივრცეში ახმული გაუჩნდებით რა რატვენი არის ერთში გაგიჟდები რა შუაში არის ილია ჭავჭავაძის გინება საერთოდ არ ვიცი ილია ჭავჭავაძე ადამიანი და რა შევა მისი ნაწარმოებში კიდე ვიმეორე ვარ მე ერთ-ერთი პერსონაჟი. იქ არის ქართული ცნობიერების დახატვა. და რომ გავაანალიზე ესა, გაანალიზება ნიშნავს ჩემი თავიდან ამოვიღე ის მავნე რაღაცები, რაც ილიამ დახატა. აი ეს გინება არის. აღმით დამეხმარა. ვაგინებ კი არა, არ გიმწერალი ხარ რა. დამანახე ჩემი თავი. დამანახე ჩემი საქართველო. ისე რომ თვითონ არის ეს. ეგ ხო ხელოვანია და არა ფილოსოფოსი. საინტერესო ილია ჭავჭავაძე თუ მესმოდა ქვას მის დაწარმოებს რომ ესე აი ესე უყურებ. იქნებ პირგეთ ჩამხუტებოდა. გამოხდება ტები და ილიას აგინებს. გამოხდებიან და ჩვენ პატრიარქს აგინებს. გესმის რას ლაპარაკო? ასე რომ ეს ისეთ რთული თემები არის, რა ვიცი, აი ადამიანის ირგვლივ რაც არის ძალიან კარგი რაღაცებია და მე მორალისტების წიგნებს რო გადახედავთ ხო, ვინ კითხულობს ჩვენთან უკვე არავინ აღარაფერს აღარ კითხულობს ბოლო წლები არის. ასე რომ წიგნის კითხვა ეს კულტურა საქართველოს და ნელ-ნელა წავიდა. შესაბამისად წერილები აღარ არის. თუ მაშინ წერილები ერთმანეთს ეჯიბრებოდა და კონკურენცია იყო. ასე თუ ისე ხო ჩაკეტილ ქვეყანაში ხო წერილად შეიძლება დავასახლოთ რომელიმე გურამ გეგეშიძე, რომელიმე თამაშ ჭილაძე, ჯემალ ქარჩხიძე. შეიძლება დავასახლოთ ხო დოჩანაშვილი. ან ჩაკეტილი სივრცეს ვერ ახლა თუ ვადარებთ ახლა ფრანგულს არ არის სწორი. ესენი ჩვენ ქართულ პრობლემებს მაინც გვერდს ვერ აულიდნენ. და რო წერდნენ რომანებს იმით ვისწავლემ ბევრ რაღაცები კლასიკურ ლიტერატურაზე აღარაფერს აღარ ვიტყვი ეს ერთ-ერთი ძლიერი შესამეცნებელი ქართული ცნობიერებისა ეს იქნება ილია ჭავჭავაძე ლავრენტი არდაზიანი გნებავთ ხო ეს ერთია ჩემთვის შემდეგ გიორგი წერეთელი მერე იგივე აქეთ რომ მოვდივართ აქეთ და აქეთ უკვე რა იგივე კულტურა კონსტანტინე გამსახურდია აბა ახლა რა მეკითხა მე ისე ბოდლერის და მის პრობლემები საქართველოში რანაირად შემოვიტანო კაფკა მიშველი და მე საქართველოში ჯერ ეს და მერეც ავიკითხე, აბა რა ხდება? ესენც ადამიანებზე წერდა, ნიკოლ ორთქიფანიძე, კონსტანტინე ორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, ნაკლები მწერალია ლეო ქიაჩელი, მისი თავადის ქალი მაია, მისი ჰაკი აძბად. რა, ნაკლები მწერალი ეგონიათ ალექსანდრე ყაზბეგი. მაგება ქართული თელი ის შემასწავლეს, აი დამანახეს, აი მომგზაურეს ქართულ ლიტერატურულ ცნობიერების გალერეაში შემიყვანეს.
ხო, ან იგივე ჩემთვის უკვე აღარ არსებობდა მეორე ხარისხოვანი მწერალი. ხო არის ესეთი, აი, ეს არის კამსახურდია და ეს იკითხეთ. ჩემთვის უკვე თანაბრად მიდიოდა უკვე თქვა იაკინთელ ლისაშვილი, ლადო ავალიანი, ნანა კანდელაკი, ალექსანდრე კალანდაძე, ჯუსოევი, ერთი იყო ესეთი ქართულენოვანი რუსი, რევაზ ასაევი. აი ესენი მე წაკითხული მაქვს. ან თუნდაც იგივე კოსტა ხეთაგუროვის ფატიმა. მაგ კავკასიურ სივრცეში ვარ დაბადებული და პირველ რიგში ეს როგორ ვთქვა, იცი რომ დავწვად გადავყაროთ და ქართველების მატრაბაზობა, იცი რა, როცა მე უკვე აკადემიაში შევედი, იქ იჯდა ხალხი, იმ საზოგადოების შვილები. იცი როგორ უყურებთ, აი კაფკა წაიკითხე, მუზილი და შეხედავდით დეგენერატი. და არა ქართულს კითხულობ, რომ გამომართმევდე ერთ და მაქვს რაღაცა კლასიკური რაღაც ისე საუნჯეში რაღაც და რომ აშკარად ხედავდით ზემოდან მიყურებს, იცი? ეს თურმე ნუ იკითხავ კაფკას კითხულობს. დღეს ისინი დეგენერატები არიან. ხომ სადღაც აი გვახარიეს თაობა, დეგენერატები, პირდაპირ დეგენერაცია რო ქვია. აი ეგ ხალხია სათავეში ახლა მაგიმეებით. იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად. აი ეს თაობა უნდა მოსულიყო, ჩვენი თაობის თუ იყო ჩვენაერთას, აი ეს რო სათავეში მოვამან და ასე თუ ისე შედარებით ქვეყანა დაემდგავსება ქვეყანას. ეხლა კი იცი რა ხალხია? დედმა მიკოების ისინი კაფკას რო კითხულებენ. ევროპა. ევროპა რა ბიჭო, იმას უსმენ ჩონგურს. არა, იმას კი არ ვიცახი რომ გადავყაროთ. ესეთი გარკვეული იმით დავტოვთ, მაგრამ ასე ტოტალური ფანდური, ჩონგური, არღანი, დიპლიპიტო, რატო დააბრუნეთ? თქვენ არ იყავით რომ დამცინოდით? ესე შემიძლია მიმართო და რას უსმენ? ჰე, ბიჭო, ამსტრონგი. ეხლა დადებ ამას და შეგაგინებენ. რა, უკან დაბრუნდი, შეკვტარძაღლო, დასკუნა. მაშინ ესენი ნაგავი იყო, ვერ შეიმეცნეს თავისი თავი, წინ ვერ წავიდნენ. და ასე კითხულობდნენ იმიტომ კი არა რომ კაფკას პრობლემები ქართული პრობლემა იყო. კითხულობდნენ იმიტომ რომ ეს ევროპელია. ან რობერტ მოზული, ან რა გაიგეს იქ მოდერნისტი ისინი არიან. ან რა გაიგეს თქვათ რომელიმე ისეთი ბიბლიოთეკაში გამოიტანა და ნიჩსე. ნეტა რა გაიგე. და რო დაусმედო, კითხავს არავინ არაფერი არ იცოდა. და ამაზე დამცინოდა, აი, გურამ გეგეშიძე, ხო? რატო აქვს ცუდი მოთხოვნა? ეგ შიმაკის მოსახლეები. მშვენიერი ნოველა. და ვითომ რომ კლასიკაზე გიждდებიან, იცით რამდენს არ ქონდა მიხეილ ჯავახიშვილის წაკითხული? აი, როგორ გითხრათ? იმიტომ როგორი კადრებდნენ. იმიტომ რომ ისინი მე დამცინოდნენ. მე პოლ ვალერს არ ვიცნობდი. ბოდლერი, ვითომ ახლა ძალიან იცნობდნენ ბოდლერი. ლოტრიამონი, ისა იმპრესიონი, რა შენ ქართულ გალერეას ათვალიერებ, როგორ იყო გამოფენა ქართულ მხატვრები, ხო? რატო საქართველი ვარ და რა დავათვალიერო? მუზეუმში რა, ეს გოიმები არიან. აი ამ საუბარს მე უსმენდი იგავიზარდა იმ აწრეში. აი ხალხია დღეს სათავეში. და მურტალი ქართველობა ახლა მაგათ აქვს და როგორ იცი? საქართველოს გადავარჩინოთ და უკუღმა მივდივართ ყველანაირი გაგებით. რატო გაიგე ვინა ხარ შენ? ბოდლერი გაგაგებინებს ვინა ხარ? გაგაგებინებს ჩვენში აღზრდილი დაბადებული ქართველი მწერალი, კლასიკოსად აღებული, ის სკოლაშიც რო გვასწავლიდნენ, მაგრამ ზიზღით. უცნაური იყო რა. რისი ბრალი იყო იცით ეგა? მეთოდოლოგია მარქსისტული ახსნა განმარტებებს იძლეოდნენ ის რომ ალერგია დაეწყო ხალხს. და როცა მე ამის ხვანაირი მიდგომით დავიწყე, ეს აგინებს ქართულ მწერლებს. ქართულ კინოს აგინებს. რა გენება ეს, როცა მე ავიღე ერთ-ერთ იმაში აუდიტორიაში ქართული ფილმების 3-6 ფილმი ავიღე თემად და თან რა უკვე ის გარბაჩოვის პერიოდი რომ მოდის რაღაც და იქ ესე თავისუფალი თემის კინო რაღაც იმის ქართული კინოს იმაში წაკითხვა ხო? და იქ ლექტორებიც იჯდნენ. ერთი ამიხიპიშთა ერთი ლექტორი. რას მეხიპიშები? რა ახლა საუბარში კინება არის რეჟისორის, მე ნელ-ნელა დაჭდა ესა და გაჩერდა ჩუმად გახდა. ხო, მოისმენ. ესე არ არის, შენ შენ იმით უყურებ. ხელოვნების გარჩევა არ არის გინება ავტორის. იმიტომ რომ ეგ ამან პრობლემა წარმომიშვა და გეუბნები რომ მონანიება არ არის ქრისტიანული ფილმი. ეს რეჟისორს ქრისტიანი კი არ არის. მან გადაიღო და დაგანახა რაღაცა ყალბი ქრისტიანობა დაგვანახა მამე. ვერ იმასწავლი ტაძრის გზას. აგე ტაძრებით გაიცო საქართველო. და ვითომ ამით რა მაგარი ფილმია. რასად იყო მან მონანიება? მარქსიზმის მონანიება იყო რომ გავარჩიე, თმე ყალხზე დაუდგე ერთ ორს, ესე არ შემიხედი ამფე. ხო და იცი რას გეტყვი? ხელოვნება გესმის? სტანდარტულ ან ხელოვნება მწოდნია ისა საბჭოთა კავშირიდან იმაში რო გაგატარებენ მაგარ ტრუბაში და დაგნიშნავენ ისეთ ადგილზე, ჩაგაბარებენ ამას.
ბიჭი ხარ და აბა გაარჩე და ის ხელოვნებაცოდნე არის და კინომცოდნე იყო გვახარი აი არაჩვეულებრივ გამოფენას ესე რო არჩევდა როგორც კომუნისტებს აწყობდა და ეხლაც როზის ეს თავგარიანი და ვითომ დიდი კინომცოდნე მყავდეს ეს დებილი ესა რა დებილიც იყო ის დებილი არის ამასაკშიც ხო და ამ დროს გაიხსნა კარები და ევროპა გვინდა კარგი გაგებით და არა ჰომოსექსუალური გაგებით სადა ჩავიკიდეთ ბიჭო ესე იგი საბჭოთა კავშირი დაინგრა უფრო ვარეს დღეში აღმოჩნდა მენტალურად მთელი ერი გამოთაყვანდა ხალხი რესტორნები დიპლიპიტო ქართული სიმღერები ცეკვები და დაუბრუნდით ფეოდალიზმს რა საოცარია კაცო თან რაღაცა ჰიბრიდული რაღაცეები სუხიშვილები ზატლენკავდნენ ვერ გაიგებ ბოტებითა და იმეებით ცეკვა აღარ გამიგია რაღაცა არც ქართულია რაღაცა ზანგური რაღაცეები რეპები გეუბნები აი გაითითხნა ყველაფერი და ამ დროს მეაქავარ გამიგე და ესეთ რაღაცებს არ მივდევთ იმიტომ რომ გავიარეთ ის ქართველმა მწერლებმა ჩემი იმაში წოლელი შეიტანეს ჩემს გაზრდაში დამენახეს რა არის საქართველო კი არ შემაზიზღეს დამენახეს როგორიც არის და აი ეგ არის სიყვარული ეგ არის ადგილი შეიყვარო როგორიც არის არა ისე ფუ და იცი რა რუსულითა და ინგლისურის გარეული სიტყვებით რო ლაპარაკობ ცოტა ქართული ცოტა ინგლისური რუსული ცოტა ქართული ცოტა რუსული ეგ ცოტები ხო იცით ეგრე ლაპარაკობდნენ გულის ამრევი რა ეხლა ესე ინგლისურში არის ორი სიტყვა ინგლისური 10 ქართული იქ მე რაღაცა კოხტა პურწოვას ერმა თავი არ დაანება ეს ქართული მწერლები ირიბი გზით ასე რაღაცას აი მიგვანიშნებდნენ ხო ეს ფილმებში ქართული ფილმები კაცო ისე ჩაიარა არავინ არაფერი არ წაიკითხა რა ეს ხო ქართული ტიპაჟები იყო ქართული მაგალითად რატომ არის მაგალითად მანდამაინც აი გოიმური ფილმი თქვა უდიპლომოსასიცო და ისა მანდამაინც ამერიკული შესანიშნავი შედეული აი ამერიკული ფილმი მაგარია კაცო ის ხო არის ეს ხო არის ჩვენი ყოფიერებისათვის ეს ფილმი არის უფრო საინტერესო რა არ არის ესეთი გაგება სიძე რო არ გჭირდება დიპლომი და უდიპლომო ჩემ სიგძე დიპლომი უნდა ქონდეს სიძეს არ არის დღესაც ეგ გაგება რამე დაგადაილახა და ქართველმა მწერლებმა ჩვენი პირადად ჩემი ხვები არ ვიცი ძალიან დიდი წვლილი ითამაშა და როგორ შეიძლება მე შევაგენო ან ვაჟა-ფშაველას ან რა არ მესმის აი ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასიმენ რამდენჯერ გამირჩევია და რამდენი რაღაცები ამომიქექია რა როგორ დამანახა ისე რომ თვითონ ვაჟა არ არის იმიტომ ეს ფილოსოფოსი არ არის ეს პოეტია პოეტი სხვა არის წერს ისეთ რამებს სახეები და გაგებაში არ არის შეიძლება საწინააღმდეგო ილაპარაკოს რაც დაწერა და ულაპარაკია კიდევა ჭაბო ამირეჯიმა ისე ილაპარაკა თუთაშხაძე მივხვდი რომ დებილი იყო არათუ ჭაბოამ ლიტერატურა ცოდნებაც ვერ გაარჩიეს ეს ნაწარმოები ვერც გაარჩევდნენ საბჭოური ცნობიერებით რა უნდა გაარჩიო ეს არის ხელოვნების მაგია დანიშნულება როგორ არის რომ წერ არიცი რას წერს ვისთვის იწერება მაშინ აი აქ ჭირდება მეორე ადამიანი დაგვანახოს ილუსტრაცია იმიტომ რომ პირადად ადამიანს რო გააკრიტიკებ და ეტყვი რომ შენ იცი რა არის შენ ესეთი ხარ შენ კომპლექსიანი ხარ რაღაცა შეიძლება ეწყინოს მაგრამ როცა ლიტერატურული გემის აიღებ გიორგის ოთარან გაარჩევ მსმენელი ზუსტად გაიგებს და მიხვდება და იტყვის რამდენი ნაგავი ამოქექეთ ჩემი და ანდრეს ეგრე არის ვაშტვეთე მეც რა ვილაპარაკე და შეიძლება კაცი ადამიანს აგენებდეს ხალხნობა რა კარგით რა ახმა არის რაღაცა კრეტინული რა ილე ჭავჭავებს და რა საქმე მაქვს ხალხო მადლობა ღმერთმა გააჩინა და გააჩინა ჩემი წრეში და დამანახა ჩემში რა როგორ უყურებთ ჩვენ აი იმ საზოგადოებას ან იგი კიტა ბუაჩიძეს ესენი ვინმე მიცის გოიმე როგორ იცი ეს ეგრე კომუნისტურმა ბურჟუაზიამ ჩვენ გაგვათახსირა და კომუნისტური ბურჟუაზიის შვილები მოვიდნენ პარლამენტში რა იმიტომ ადგილს ვტყებინით აი ტყიპეს ისინი ვითომ რაღაცეები იციან და აი ოგოფოგოტივები ხალხი კიდე საწყლები გადაყარეს იქ და წავიდა ხალხი აი დროზე რო ყოფილიყო ეგ შემეცნე და რო იჩქარა გამსახურდია თავად იყო გამსახურდია დაავადებული მაგას არ ევასებოდა საბჭოთა მწერლები აკაკი ბაქრაძე იყო ამანტყოფი ყველა საბჭოთა მწერალი აგდებული უყურება და არჩევს თუთაშხია იგივე არ არის თუთაშხია რა გონია განსხვავებული ეგ იმისგან და რატომ არის გადასაგდები რომელიმე თქვა ეგანატენინოშვილი ალდიაშვილი ნუ კლიაშვილზე ვერ წიტყოდა მაგას ხო იტყვის ეს მაგარი მწერალი რატო რა აბარატო არის მაგარი მწერალი ეს მინდა ვიცოდე და ის პრობლემა არ არის დღეს აი რაც არის კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალში პრობლემა გადალახულია ნებისმიერი ქართული ლიტერატურა მოიყვანე მაგალითს თუ პრობლემა გადალახულია უკვე მწერალმა შეასრულა და უკვე ეს შეიძლება თაროზე ისტორიული ლიტერატურის ისტორიაში გადაბარგდეს და არა გავაკერბოთ აი ილია რო ყავთ მათ დიდი მართალი ილია მისი ნაწარმოებებიდან დაძლეულია ის რაც ქართველ ერში არის წმინდა ილია მართალი და ხატს მიქმნიან აქ
არ ვყავდა ჩვენ ფილოსოფოსები, სისტემატიკოსები, როგორც შოპენჰაუერი ხატავს თავის საზოგადოებას და ძალიან ბევრ გერმანელებში რაღაცა თვალი აუხილა. ჩვენ არ აყვავდა ესეთი ქართველი მეცნიერი ფილოსოფოსი, რომელიც საზოგადოების იმას დაკავდება, შეისწავლის გნოსეოლოგიას, ყოფიერებას, შემეცნების თეორია, როგორ აღვიქვამთ, ეს ემპირიზმი, რაციონალიზმი, ესეთი ფილოსოფოსი ჩვენ არ ყოლია ქართულ სივრცეში. სამაგერო ყავდა მწერლები. ყავდა რა მწერალი, ხო? პლაგიატები იყვნენ თუ ის თუ სულ არ მაინტერესებს. მერე და მერე შემოვიდა ცოტა სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის გავლენა საქართველოში. განსაკუთრებით მარკესის და ვიღაცეების. აი, გზაზე ყოველმა ჩემმა პოლელმა ეს დიდი დოზით დავალებული არის გაბრიელ მარკესის მარტოობის ასწლით. იმით მოტივირებული. აი, ესე ბიძგის მიმცემა, კი არ გადაწერა სულ. და ესეთი რამე არ არის ახლა ეს დასაგმობი. მაგრამ ქართულ სინამდვილეში ვერ ჩაჯდა ხო ის რაც კოლუმბიელმა მარკესმა თავის ქვეყანაზე ეს იგაური ფორმით იმით მოგვაწოდა ეს რომანი და საზოგადო სახემისცა როგორი ეს ბუენდიების ოჯახი ხო და იგივე ოჯახი არის ოთარ ჭილაძის რომანიდან ხო ყოველმან ჩემმან პოვლელმან ეს ბიბლიდან აიღო ყოველმან ჩემმან პოვლელმან მიპოვოს და მომკლას მე ეს კაინს ეკუთვნის ეს სიტყვები ხო წავიკითხე ერთიც მეორე როცა უკვე მარკესი ვიცი ეს რაღაც მინდა ეს უცხოა ქართული ყოფიერებისთვის ეს საკოხთა პურწაო ესე იგი სნობისტების დასაკითხი წიგნია რაღაც გარკვეული ესეთი ტიპების რა ეს სალონური ტიპები ოთარ ჭილაძე წაიკითხე რა მე ეს ხო ხელოვნურია რა თქმა ოთარ ჭილაძე როცა გვაქვს ლავლეტი արտაზიანი ჯერ განთავისუფლდი მეჯღანუაშვილისაგან დაგანახა ხო არა გაქვს მისწრაფება იმისკენ და მეჯღანუაშვილები რო არის თელ საქართველოში სათავეშიდაც ამას ვერ ხედავთ აი სიტყვა გოიმი ქართულში როგორ არის იცი სინონიმია მეჯღანუაშვილისა მაგრამ ებრაული სიტყვა გოიმი უცხოს ნიშნავს გაღმა ქვეყნიდან მოსულს და ეს დამკვიდა საქართველოში როგორც ჩამორჩენილობა თანამედროვეობას მხარს რო ვერ უპამ და გოიმის სიტყვა ნიშნავს ბიჭო ახსიო ახლოს იმაში ვერ ჯდები შეგოიმო შენა ამ დროს ეს სიტყვას თავის მნიშვნელობა აქვს ბიბლიაში ხო არ არის ეს ქართული სიტყვა გაღმიდან მოსულს ნიშნავს უცხოს და მართლაც როცა ეს შენ კაპკა არის უცხო ხარ ესე იგი გოიმი ხარ მაგრამ ამას ნეგატიური კონოტაციის შემცველია ეს სიტყვა არ ვიცი ამ კუთხით გიმუშავეთ აი ეს შევიტანე მე სკოლაში რო შევედი გაიგეთ რატო იყო აღშფოთებული სოყველა რასაც ახლა თქვენ გიყვებით მოკლედ ბავშვებთან რო შევედი აი ქართულ ლიტერატურაზე და აი მთელი ბავშვები იყვნენ შოკირებული ხოლოდ კარგი გაგებით დაიწყეს ეს აი რა ხო ვიცი რაღაც რაც იცი უნდა მშობლებმა ეს ვერ გაიგეს ვაი მე ვინ გამოგვიჭუკა გონი გვიჭუკებს სკოლის დირექტორს დაურეკეს ვინ მოვიდა მანდისეთი სკოლის დირექტორი შეშინდა მოვიდა ჩემთან შენ ჭირიმე შენ გენაცვალე არ ელაპარაკო აი ეს ელაპარაკე და მაგითომ წამოვედი შემეცოდა დირექტორი არ დავრჩი არ გინდათ ნუ გინდათ ისე რიგიტეხიათ სკოლიდან წამოვედი ინსტიტუტიდან წამოვედი საქართველოდანაც წამოვედით რა ეს გინება არის ქართველი ერისა დააქტოვე რას გაგინებ შედალოცილო ეხლა იქ რო ვაკეთებდი აუდიტორიის იმას ვაკეთებ აქიდან რასაც ვაკეთებდი აუდიტორიაში სკოლაში იმას ვაკეთებ უცხო ქვეყნიდან და ეს თუ აღიქმება საქართველოს გინება და პატრიარქის ერი ყოფილა დაავადებული რა მაგრამ ყველასთვის ხო არ აღიქმება ეს იმ აუდიტორიაში ყველასთვის ხო არ აღიქმებოდა ეს ან კიდე იმ თინეიჯერებს შეეკითხე თუ რა ქვია ნინველებს ქართულად მოწაფეებს შეეკითხე იმათ არ უნდათ ჩემი იყოფნა სტუდენტებს არ უნდათ ჩემი იყოფნა მე რატო წამლავ იმ სტუდენტებს იცი რა ეს ესეთია ისეთია რატო წამლავ აუდიტორიაში გიგანაზე აი მაგათ რო უთხარი პირისპირო დამელაყვროს შევარცხვენ ამ კაცს რა საერთოდ ამან იცის რა იმე სად ცხოვრობს იცის ქართული ლიტერატურა იცის ამან განთავისუფლდა ეს იმ სტერეოტიპი და უკეთესი ქართველი გახდა უკეთესი ხარისხენი რომელიც უკეთესი ქართველი რომელიც უცხოეთში მოწონს რომ კონსტიტუცია კანონი მოქმედს და ვექვემდებარები უცხო ქვეყნის კანონს არ მირჩევნია ჩემი ქვეყნის კანონს და კანონმორჩილი იყო საქართველოში ხო მაგარი რამეა ვარ კანადაში კანონმორჩილი იმიტომ რომ გავიზარდე და დავიბადე საქართველოში და მასწავლა ქართველმა მწერლებმა მე დაემატა მას დასავლური მწერლობა დასავლური მწერლობამ აქ გამარკვია როგორ უნდა ადაპტირებული ყო საზოგადოებაში ფილოსოფიამ უკვე ეს სხვა საკითხია და ქრისტიანობამ გავიგოთ სადაც ცხოვრობთ აი ყველაზე მაგარი ცოდნა სად ცხოვრობთ მე ამას რო გავიგოთ ეს გავდოთ თუ უფრო წინ წავიდეთ და ამხრივ ჩვენ გვეხმარებოდა მაგ სივრცეში ქართული დღეს ქართული მწერლები აღარ არის აი ხა სად არის მწერალი რომ აღწეროს ის რა ხდება რომ გავაცეცხლოთ ილია ჭავაჭოძე ესენი მწერლები იყვნენ
ყველა ნიჭით, აი მართლაც არ უსწავლიათ არსად მწერლობა. ნიჭი იყო მისი. მადი მაგან ისწავლა იურიდულობა, ხო? ისეც ბოლომდე არ დაამთავრა. ხო, სამართალმცოდნე იყო და იურისტი და ადვოკატი და ეგეთი მიყურებულ სოფლებში შინაგანი მოთხოვნილება იყო ნიჭი წერისა. ქართველებს დააბერტყა ღმერთმა ამ უტვინო ერს წერალი მოულინა რომ აჩვენე შეახედე როგორია ქვეყანა და მართლაც ეს მწერლები ჯანსაღად აკრიტიკებენ მართლმადიდებლურ რელიგიას. ყველა ქართველი კლასიკოსი მწერალი მე არ წამიკითხი არც ესე რომ ხოტბა სასხამდეს რელიგიას. ესენი კიდე აწმინდაებენ მაგ მწერლებს. გადასარევი აი გაგიჟდებით რა. თქვენ ვერ მივიდეთ ქართველ მწერალს, თუ მივიდეთ აი დაწყებული, თქვათ მე-19 საუკუნე თუ გინდათ, თუ გინდა იქითაც კი. არავინ არ არის. შუშანიკის წამებაში არ არის შექებული მართლმადიდებლობა. ეს არის ერთი ქალის, თან წარმოშობით სომეხი ქალის ჭირი სოციალური მიკრორომანი არის ეს. და არა რაღაცა ქრისტიანი ქალის ამან ქამრიჯინაზე დაუპირისპირდა იმ იდეოლოგიით. ესე მთელი საქართველოს ისტორია ესე იყო. ამა ღმერთი არ იცოდა, ქრისტე არ იცის, შუშანიკმა რა არის. ამას რომ ქრისტე ცოდნოდა, ქმარს ჭუბს დაუწყებდა, ჭიქაში ლეწავდა ვიღაცებს იქა. ხო, ან ისეთი გამოსვლები ექნებოდა, რომ როდის ყოფილა ჩვენ წარმომდგენი ქალი და კაცი ერთად იჯდესო. ქრისტიანობაში ქალი და კაცი ერთად არ უნდა იჯდეს? ეგ მუსულმანობაშია. და წარმართობაში ქალი და კაცი ერთად სუფრაზე არ უნდა იჯდეს. და ეს არის შერაცხული მარტვილობაი წმინდისაი, შუშანიკისაი. შუშანა, ხო, ესეც აი შროშანი ესე შრი. აი ეს ახლა ქრისტიანი ქალია და როცა მე ამას სკოლაში ესევიძახდი, ეს გინებაა ქართული ლიტერატურის. და მე ეს ქართველი მწერლის ის არის ეგა. სულ ტიპაჟები სომხურია, კი გააუცხოვა, კი ბატონო, იაკობ ხუცესი. არ ვიცით ვინ არის რა არის. ხო, მაგრამ რა სამყდელობა იყო, რა მყდელი მაშინ ეს იყო. აი ეს ტული ვერ ხედავდა ამ ქალში იმის მაგვირად რომ ქრისტე ეს თვითონ იყო შეკაიფებული ამ ქალზე. და ჩაიწერა მისი მარტვილობა. ესა და პავლეს მარტვილობა ერთი და იგივეა. მარტვილი ბერძნული სიტყვაა, მარტვილოს, მოწამე, ესე იგი ეწამა ქრისტეს გულისთვის. ეს არ ეწამა ქრისტეს გულისთვის. ეს ეწამა თავისი ამბიცია შეელახა. ქმარმა გაცოლა სხვა იმაში. და ვითომ მაზდიანობა არ მიიღო. რას მოდავ? მოყოლებული აქედან როცა ამ ლიტერატურას სტანდარტული იმებით არ უდგებით და უყურებთ უკვე ახლებური ხედვით, რატომ უნდა იყოს აღქმული ეს რომ ქართული ლიტერატურის მაგინებელია რეზო ბაქრაძე. დაარჩნენ ესე და ვერც განვითარდა და მე არ გადამიყრი, აბზეპირად ვიცი ეგენი ყველაფერი. მაგინებელი რო იყო, ამაში შემოინახავ. ეს არის ჩემი ცნობიერების წარსული. და მადლობა ღმერთს რომ დამანახა. აბა რა მესწავლა მე ფრანგული ლიტერატურა არის ფრანგებისთვის. და თუ ზოგად ადამიანი პრობლემებს დაწერს, გაცდებას საზღვრებს და ასევე გახდა ჩვენეულიც. მაგრამ ჩვენი ვიწრო პრობლემები ვერ გაცდა საქართველოს ფარგლებს. იმიტომ რომ ევროპა წინ გვისწრებდა ფილოსოფიით. და ევროპელისთვის საერთოდ გაუგებარი არის ახლა ეკლდიაშვილის ნაწარმოებები. ამიტომ არ ითარგმნებოდა ჩვენ ლიტერატურა, იმიტომ კი არა ვეზღებით. არ არის ეგ პრობლემები იმათვის. ეს პრობლემები ქართველების არის და ქართველები ამას არ განეხილავენ როგორც პრობლემა, განეხილავენ როგორც კერპს და ქართველი მწერლები არიან კერპები. მათი ნაწარმოებები კიდე სარკე არ მიღებული და არც იხედებოდნენ შიგნით. თუ იხედებოდნენ, ამრუდებდნენ. უცნაური არის ესა და გამოსწორება როგორ უნდა მოხდეს? ბიბლია არის და ქრისტე განდევნილი არის. ქართული ლიტერატურაა და განდევნილია მწერლებია გამოცხადებული წმინდანებად. და ის მწერლები რომ საქართველოს ასე მკაცრად აკრიტიკებდნენ, აჯანსაღებდნენ, თუნდაც იგი აკაკიწერთლის ყველაფერი რა, თელი აი იმდენი სიმართლე აქვს ლექსებში. მას ჰქონდა სოციალური ლექსები, უფრო მეტი ვიდრე ლირიკოსი. ეგ არ იყო ისეთი ძლიერი ლირიკოსი. უფრო ყოფითი და სოციალური პოეზიის კარგი წარმომადგენელი არის. აი იუმორის თელი ამეთ დახატავდა კარგად რითმებში ძალიან მაგრად, ხო? აი ქართველების ხასიათს. აი და კარგად აღწერა ის რომ მოკვდება კაცი, ვადიდებთ და სიცოცხლეში ვაგინებთ. მოკვდება, ვადიდებთ. მართლაც ესეა დღესაც. ესე იგი, რაც არ უნდა ის იყოს, ესე იგი, კაცი, კარგი ტიპი სიცოცხლეში ხო დედას უტირებთ და მოკვდება? ვაუ, ესეთი იყო, ისეთი იყო, ის იყო, ეს იყო, გმირი იყო. აი შევარნაძეს როგორ უნდა თქვა ცუდი კაცო? ასლაბარაკობ ეს მოკვდა ავიდა ამისა რომ თუ ვინმე დაიტყვის რამეს ეს არ შეიძლება მკვდარზე ან კარგი უნდა თქვან არაფერი საიდან მოიკითხესა აი ეს ორი დეგენერატიულოიჯი და იქა ტანდემი გიორგობიან ასათენს რო დაიშალნენ ეხლა ის გიორგობიანი ცალკე დაიჭდა და ცალკე დაიწყო ბოდვები კიბო დაავადება ღმერთი აგზავნის
იძახის და ეს კარგი რაღაცა არის, ეს დაავადებაო. იმიტომ რომ ეს შენ უნდა მიიღო და ყურე როგორ აქ აღრეული რაღაცა წაუკითხე და ვერ ალაგებს წესიერ იმაზე. ეს სრულ იმებს აძლევს დაავადებებს და ეს საქართველოში ავადმყოფებს და განაგრძობს რომ კიბოთი დაავადებულა ეს უნდა ტანჯვა წამებით გაიწმიდები და შეხვალ 64-შიო. ამიტომ გიხაროდეს კიბოს მიღება. აი ეს ახლა ეს ვინ არის ავადმყოფი რა? გადავთ აი ესეთ ხალხს რატო ჩაიგდო ხელში ეს აი გიჟებმა იმიტომ ეს ხო საბჭოთა პროდუქტია ეს გიორგობიანი ხო გააგიჟა იმ ფილმმა იქ რო ითამაშა რა ჯერ აითამაშა იმ მონანიებაში ეს ავადმყოფი ესა და როგორ მოერგო ამ იმას ღაბრები ფანტაზიები და საიდან ამოხსენე ეგა შეკრეტინო გამოცხადება ქონდა კიბო ეს კიბოს გიგზავნით ღმერთიო პირდაპირ გაგები აი აჩუქარი ყოფილა ეს ღმერთის მიერ რათა ტანჯვა წამება აი ეს ყველაზე მაგარი ტანჯვა წამების ფორმა ამ დაავადებას ახასიათებს, ამიტომ იტანჯები, შევრო ტვინი არა გაქვს და რაღაცა, მიიღე კიბო და აიტანჯები ტანჯვა გაწმენდას უდრის და ასე აღმოჩნდები 64-შიო. აი ლოგიკა გაუცდებით რა. თუ არ გჯერათ ჩართეთ ეგრეთ დავდე და მოусმინოთ. ასე საგიჟეთი რა. თუ თურმე და იმის მაგვირათ რომ სულ სხვა რამე ეთქვას და რა არაფერი არის ამან ეს მარქსისტების აღზრდილი კაცია. საბჭოთა ამან არაფერი არის არც ქართული ლიტერატურა არაფერი არის მის ამას რატო ჩაუვარდა ხელში აუდიტორია აი ესეთი ადამიანი დაგმობილი არ არის გამდენილი არ არის ტელევიზიიდან და თუ რამე სიმართლეს ეთქვი შენ განდეგა არა ამ სამშობლო არ უყვარს აი ამას უყვარს ამ კაც სამშობლო და ამას უყვარს ქართველი რანაირად ღმერთს არ იცნობს არ იცნობს საცხოვროს როგორია საქართველო კავკასია არა მარტო საქართველო კავკასია არა კავკასიის კულტურა თუ აქ შესწავლილი გაბრექილი არის მაგრები ვართ მე ეს არ მასწავლა მწერლებმა რომ მაგრები ვართ ყველა მაჩვენა რომ ნაკლოვანი ვართ ყველამ აბსოლუტურად და რომელი ერთი ჩამოვთვალო ამიტომ ქართული ლიტერატურაში ჩემთვის არ არის აბა რომელი მწერალია მაგარი ყველა თავისებურად მახედებს ჩემ ცნობიერებაში და ჩემ კუთხეში და აქტუალურია დღეს ძალიან ბევრი ძველი კლასიკური მწერლების პრობლემები დღეს არ არის გადალახული და იმიტომ არის აქტუალური და ეხლა გოიმობა და არ წავიკითხო შენ ატარებ იმას რასაც აღწერა იმან შენ ახარ ასეთი რა დაძლეული არის ის რაც მეილა ჭავჭავაძის იმაშია რომანებში დაძლეულია ეგ ცნობიერება დაძლეულია წარმართული მიდგომა აი ყვარლის მთებს ლექსი რო არის დაძლეული ეგა ილიამ რო რატო უგებულობთ პირდაპირ რაც დაწერა ეს მთებს გვაყვარებს ილია ამაში და ყვარელს მაყვარებს ამაში რატომ იყო მე ილია ადამიანები და ბუნების სიყვარულზე რატო გადავიდა ვაჟა და ილია იცით გაუტეხა ადამიანებმა ახლაც უცხოელებს მათ ქართველები კი არ უყვარს თუ მოდიან მთები ეგზოტიკური გარემო წყლები აი ეს ხიბლავს ტურისტს მაგრამ ქართველები არა უნდა გითხრას რა უნდა ილიაცაც ეგ იყო დაიწყო ადამიანი და გავიდა ბუნებაში ესე ადამიანი კი არ ენატრებოდა იმ პეტერბურგში რა მთებო ყალ როდის განახავთ როდის შემხვდები რა თქმა უნდა ეს შეიძლება ალეგორიულ და გადავიტანოთ და ვიღაცა ეთქოს ეს ადამიანი გულისხმება არა ხო ადამიანზე დაწერილია ლექსი და ძალიან ესეთი პოემა განდეგილი მანდ მოთხრილია სამღვდელოებაზე და ტოლო მომორწმუნეც ასეთი კაცი რატომ არის მიღებული რომ ეს წმინდანად არის და შეურაცხყოფას არ აყენებ ილია აი ვინლანდს ხავს ილია ჭავჭავაძეს მე კიდე ღმერთს ვეუბნები მადლობას ასეთი ხალხი რომ გაგვიჩინე და დაგვანახე ჩვენ თავით მე არ მაქვს ეს ნიჭი დავინახო და აღწერო ილიას მიეცი ეს ნიჭი ამიტომ წავიკითხე მე სინაწარმოები და ჩემ თავში დავაფიქსირე ხომ არა ვარ მეც განდეგილი და მორწმუნოს უწოდებ თავს განდეგილობა და ბერობა მანდ ისეა გამათრახებული და იმის მაგალითად რომ გადაელახათ ყველა ბერი გახდა და ყველა განდეგილია საქართველოში ისე ბერობის ინსტიტუტია თავშესაფრები რელიგიური აი ახალგაზრდები შეცვიდნენ იქა და ლოცულობენ თურმე და როგორ ლოცულობენ კარგად აქ ილია ჭავჭავაძეს აღწერილი მანდ იქ კიდე პერსონაჟი კაი ტიპი არის ან გვადებიგვა გადალახულია გვადებიგას პიროვნება არ არის საქართველოში მეჯღანმაშვილი ყველაზე აქტუალურია დღეს ყველა მეჯღანმაშვილი აი გუშინდელი ისენი ფულიშო ეს აი მეჯღანმაშვილი არის პირდაპირ გაგებით ვასაძე ივანიშვილი არ არის მეჯღანმაშვილი რა თუნდაც ახლა მაგას ლაპარაკი რა სულიერი ძვრები აქვს თამადად მილიონები დაიადეს ჩაიცვა ჩოხა ერთმა მეორემ სმოკინგი და ჩაის კომბინატი და დაილაპარაკი და ჩვენ წინ არის საქონელი აი მეჯღანმაშვილი ხო ასაღებ თავს იმათ რაც არ ახარ მეჯღანმაშვილი ეს არის გინდა რომ ჩაეწერო იმაში
ხო, აი ჩაეწერო ვითომ ინტელექტუალურ კოჰორტაში ევროპაზე მაღლა უნდა დადგეს ვასაც, უკვე ოჯახი. ვითომ რამე ესმოდეს ამას ოჯახის. ივანიშვილის პირდაპირ მეჯვანმოშვილი რა. არაფერი რო არ ესმის საწყალს და რამდენჯერ გამოჩნდა საუბრებში უადგე რაღაცა სისულელე ერთგან, სისულელე მეორედ, მე დაიმალა. გააღებდა პირს და გვარიც ვერ გაიხსენა ერთის ციტატა საწყალი. დააგროვა ბევრი ფული და მეჯღანმოშვილია. და მიღებულია საზოგადოებაში. რასაც ოცნებობდა მეჯღანმოშვილი, მწერალმაკი როგორ წარმოაჩინა მეჯღანმოშვილი, ესენ უფრო შორს წავიდნენ. საზოგადოებაში ვერ მიიღეს, იმიტომ რომ გასცა უდრო უადგილო ადგილზე ტაშის დაკვრამ და ბოლოს მეჯღანმოშვილი მონანიებას წერს. ეს წიგნი მთავრდება მონანიებით ბოლოში. ერთი ქრისტიანული წერილით გახსოვთ ეგ ნაწარმოები? მერე კლდიაშვილის სამანიშვილის დედნაცვალი პრობლემა გადაჭრილია? სამანიშვილის პრობლემა რა არის? როგორ მტრულად შეხვდა? ესე იგი მამის გაბედნიერება შვილი, იმის შიშით რომ მეწილი არ გაჩენოდა. ძმას კიდე კი არ გაახარა სიცოცხლის შემოსვლამ დედამიწაზე. პერიკით ჯერ ხო დედა უტირეს რძალს. და ბოლოს ნაწარმოების ემთავრდება სულ ატუზულიერ სასამართლოს კარებზე, შავებში ჩაცმული ქალი და ბავშვი რომელმაც ვერ გაიგო რა დააშავა და მისი შემოსვლით. აი ესე ტრაგიკულად ამთავრებს. ეს ხო ტრაგიკომიკური ნაწარმოებია. და ფუფ ეს რა თქვინდა? კაფკა, ისე მუზილი, თომას მანი, ჰარი ჰალერი, აი ესე სუბლიმაშვილი, ბესო. ამას წაკითხული აქვს ეგ ნაწარმოები. უნდა დავიხარჯო რომ ველაპარაკო. მიდა ცემათ, აი ტრამარის მგელი. აი ძალიან აქტუალურია რა დღეს რო უყურებ. ესე იგი წერალი რომელიც ხალხ ჩამოთვალა კლდიაშვილი. თითქმის მისი ყველა ნოველა. ერთ-ერთი ნოველა პირდაპირ თხრის რელიგიას. ან ნიკოლო მოურის ქაჯანა. ეგ პრობლემა გადალახულია. კარგად არის რომ საერთოდ გლახის ნაამბობში თავიდან ბოლომდე ილია ჭავჭავაძე ციტირებას არ ახდენს ბიბლიიდან ვეფხისტყაოსანი. გაბრიელის სოფხედულობა რა იყო? რამ დაღუპა გაბრიელი? დაღუპა საერო ლიტერატურამ. სახარებას კი არ კითხულობდა. სახარების შემცვლელი იყო მისი ვეფხისტყაოსანი. ეს ჯერ არსი, ეს პოეზია, ლიტერატურა გასახდა როგორც რეალობა. მოტყუდა გაბრიელი და მოინდომა მან ზუსტად შერმადინობა, მაგრამ მას ავთანდილად დავითი არ გამოადგა. ამიტომ არის ბოლოში როიძა როგორი ავთანდილი იყავი, მეც ესეთი შერმადინობა გაგიწიო გაბრიელა. ამით დამთავრდაო შენი ისავა შერმადინობა, როგორი ავთანდილით შენი ყავი, ისეთი შერმადინით მეყავ. ილიამ აი აქ ეს პოემა გააკრიტიკა თუ საზოგადოება. როგორ გეკადრებათ ილია ვეფხისტყაოსანს როგორც პოეტურ ნაწარმოებს კი არ გააკრიტიკებდა. აი ამ ნაწარმოებს არასწორად იყენებს ადამიანი ის მოთხარა. და დავითი და გაბრიელი წარმოაჩინა ასე. და ეს გლახის ნაბობ, ის გლახა კი არ არის ბიბლიაში ლაზარე რო არის. ეს სოციალური გლახა არის. ეს არის ემსხვერპლა ბატონურ დამოკიდებულებას და ქართული გაგებით დარტყმა მიაყენა ამ ნაწარმოებით ვეფხისტყაოსნის ჯერარსსა და უტოპიურ პოემას. მართლაც ავთანდილი და შერმადინი დედამიწაზე ერთად არ იქნებიან. ეს არის პოეზია. ეს არის სურვილი. ეს არის რაღაცზე რეალიზმი. გადაბარგებული სადღაც ეს არ არიან მიწიერი ხალხი ესენი. არც გარეგნობით. აი ესეთი გარეგნობა. ამიტომ რა გაურია რუსთაველმა ამ პოემაში? რა მსოფლმხედველობა? ნეოპლატონიზმი. პლატონისა და ნეოპლატონიზმის ფილოსოფია ეს არის რო ანათებს მასში. იდეალიზმი. აბსოლუტურად არარეალური არის ეს. ილია ჭავჭავაძე რეალიზმია. კრიტიკული რეალიზმია. საზოგადოება ჩამოფრინდა. მას აინტერესებს იქ საცხოვრობს, ის ხალხი აინტერესებს. რუსთაველი არ ვიცი რატო დაწერა ეს პოემა. ჩვენ არაფერი არ ვიცით რუსთაველი იმ გარემოს შესახებ. ლეგენდები არის ჩვენამდე მოღწეული რომ აქ კარი ცხოვრება იყო. მაგრამ ცხოვრებაში ზე რაღაც რეალიზმს არ წერენ. მაგრამ ცხოვრებაში რეალიზმი უნდა დაწერო, ან კრიტიკული, ან ჩვეულებრივი რეალიზმი, სინამდვილე. რომ არიან ასეთი ადამიანები სამაგალითო. მან კი რა წარმოაჩინა. რაც არ იყო, ის არის. არ არის ხარ და ჯერ არის ესე იგი. ჯერ არის კი ქართულად გესმით რა არის? დოლჟენსტვავაც რუსულად. ჯერ არის ფილოსოფია ამანდ და ესთეტიკა ბერძნული. ნეოპლატონური უფრო ბიზანტიური შუა საუკუნეების სინათლის ესთეტიკა მაღალ დონეზე. და ეს ფაქტურად არის ელიტარული პოემა. მაგრამ ეს არ გამოდგება ყოფითი ჩვენი ყოფის სასწაულით. უბრალოდ სიბრძნეები არის მიმობნეული და ამასაც იმიტომ აქვს ასეთი მოწონება, რომ ძალიან დიდი დოზით არის ნეოპლატონიზმი და პლოტინიზმი, ძალიან დიდი დოზით არის მათი ფილოსოფია, ვისაც აკითხული აქვს და ძალიან ლამაზი ფილოსოფია პლოტინის, ძალიან ლამაზი.
ქრისტიანულ ეპოქაში არის დაბადებული, მაგრამ არაქრისტიანი, წარმართი ფილოსოფოსი არის. მაგრამ ულამაზესი ეს იდეების ავტორი, მაგრამ იდეებისა. მოიხიბლა ალბათ რუსთაველის განათლებული კაცი იყო, აშკარად ჩანს პოემაში, რომ ეს განათლებული პიროვნება, აი ძალიან განათლებულია. იცის პლატონი, პლოტინი წაკითხული აქვს ეს წიგნები, ბერძნული. ადგა და სადაც ცხოვრობდა, სიყვარულის ესეთი გიმნი, რენესანსული ჰიმნი იმღერა, ჰუმანიზმი. და ამით ჯერარდში გავიდა და 800 წლით ადრე ეგ უტოპიური პოემა შემოგვიტენა და ამ უტოპიას რეალური სახე რომ მიანიჭეს და ადამიანი გამოაცხადეს ცენტრად, იმიტომ გვემხობა ყველაფერი თავზე. პოემაში არ აჩანს რომ მართალია კარგად იწყებს ხომ შესავალში, რომ ბიბლია გარეთმული შესავალში. მაგრამ უკვე ყოფით იმაში რომ გადადეს პოეტური ფორმას რო ავლებს ყოფით იმას და ფსიქოლოგიაში აქ უკვე გაიხლართა. და ილია ჭავჭავაძე რო ეს წაიკითხა, ილია რეალისტი კაცი იყო და მას აწმყო ცხოვრებაში უნდა და ეს ახლა არ გამომადგება თქვა. თუმცა როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებს ძალიან მაღალ დონეზე იცნობდა. ძალიან მაღალ დონეზე. და ცნობილია მათი წერილები, გაცვლა-გამოცვლა აკაკი წერეთელმა რა სისულელები თქვა, ამტკიცებდა ქართველობას, პოემის ქართველობას და დაახასიათა ის სამი სხვადასხვა კუთხის წარმოება, ავთანდილი, იმერელი, ესე, გურული, ესე, ამით სისულელეებში გაყო თავი. ილია უფრო ძალიან კარგი პუბლიცისტი და ესთეტიკოსი და ფილოსოფიური რაღაცა მასში გაიელევდა მის წერილებში აზრები ყოფის ეს სოციალური ფილოსოფიის ის იყო მას და უფრო პოლიტიკური ტემპერამენტიც ჰქონდა მას. ამიტომ აღიქვეს ის მტრად ბოლშევიკებმა და გააგორეს. ილია მოკლეს ბოლშევიკებმა. იმიტომ რომ მენშევიკური ფრთის წარმომადგენელი იყო ეს ჟორდანია და ეგეთი რაღაცეები და ამიტომ ბოლშევიკებს რა უნდათ კონკურენტი და ბერბიჭაჩვილი მოისყიდეს რაღაცა დახვდა და მოხუცი კაცი გააგორეს. თან საწყალი ისე იყო შეკაიფებული თავის თავზე რომ ეგონა რომ ეს ვინ მოკლავდა მაგას და რო ადგა და დაიყვირა ბიჭო რა შვები ილია ვარო როგორ წარმოდგენა ქონდა რა ილია ხარ არ მოკლავენ არის საცხოვრებს შესაწყალო შემეცოდა რა ეგეთიადე 70 წლის მოხუცი კაცი ჯერ ამოსაკლავია რატო შემეცოდა საქართველოზე რატო გაქვს ეგ წარმოდგენა რომ ილია იმდენად ის არის ღმერთი რომ ამას როგორ ქრისტე გააკრეს ჯვარზე და შერად ვარ მოკლავდნენ მით უმეტეს მტრები არ ეყოლებოდა ბევრი და მოდის კომუნისტობა ხო 9-7 წელია ილიას სიკვდილი 5 წლის ბურჟუაზიული რევოლუცია დაამარცხდა ეს რევოლუცია დაამარცხდა გაძლიერდნენ ისე ძალება იატაკოში გადავიდა კომუნისტურისა და იქიდან სულ კიდე 10 წელი დარჩა რომ ეს გაემარჯვებინა ამას და გაწმენდა დაიწყეს ერში ვინც პოპულარული იყო ასეთი საქართველოში იყო ილია ჭავჭავაძე ეს ერის მამად აი როგორც დღეს შიოლაშვილს აქვს სტატუსი ზუსტად ილიას ჰქონდა მე-19 საუკუნეში სტატუსი იმიტომ მოკლეს კომუნისტებმა. იმიტომ რომ კომუნისტური იდეა უფრო ძლიერი ეს ბატონყმობა იყო, ჩამორჩენილი იყო. ეს გადაგებდა უფრო ლიბერალურ ბატონყმობას, ეს ტოვებდა ბატონყმობის ინსტიტუტს. მაინც ბატონყმობაში არა ვარ დღეს თელი სოფლიო. ეს ტოვებდა და მისი ნაწარმოებიც ესეა, აი თუ აკრიტიკებს ზარმაც ბატონებს, აი ლუარსაბის იმაში კარგად წარმოაჩინეს აქტუალური, ძალიან აქტუალური გროტესკული ნაწარმოებია. ის აკეთილშობილებს გლახის ნამუშში სწორედ ეს წარმოაჩინა, რომ ვიყოთ კეთილი, დავტოვოთ ეს ინსტიტუტი და არ შევავიწროოთ ჩვენი აი ესეთი პიროვნებები, როგორიც არის გვემსახურება, როგორც არის გაბრო. ამიტომ ამან ჩააფიქრა, ხო? ეს ნამდვილ ამბავზეა დაწერილი. ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთ ნადირობიდან რო ბრუნდებოდა, მეაპყრო ყურადღება ერთ გლახას ქუჩაში რო ეგდო, იკითხა ამის ისტორია. არავინ არ იცოდა მაგის ისტორია, უბრალოდ კახეთში, იმერეთიდან გადმოხვეწილი და ნოსტალგია კლავს კახეთში გადმოხვეწილი იმერელ კაცს ნოსტალგია როგორი ვიწრო გაგება იყო საქართველოს ესეც არის ამ ლიტერატურაში კარგად თუ ჩაუღრმავდეთ ეს თემა რომ ქართველი ძალიან ჩანაჭუჭებული იყო ქართველის ეს გამთლიანებული საქართველოს მე-19 საუკუნეშიც არ იყო იმერელისთვის კახეთი იყო საზღვარგარეთი და აი ეს კლავდა გავრიელს ყველასგან მიტოვებული ამ დროს ერთი ბეწვა კახეთი იმერეთი დღეს ერთ საათს შეიძლება დაფარო 20 წუთში ვერტფრენით 10 წუთში მანქანით იმერეთიდან კახეთში გადავიდეთ მაქსიმუმ 2-3 საათი ხო მაშინ დიდი იყო ტრანსპორტი ცხენია და შორს არის იმერეთიდან კახეთი და როგორც საზღვარგარეთი და წააწყდა რა ილია აი ამ პიროვნებას დაინტერესდა ისტორიით და ვერანაირ მოუყვა წავიდა და თვითონ მივიდა და სთხოვა ის არავის არაფერს არ მოუყვებოდა მაგრამ სიკვდილი მოახლოვდა და ამან ყველაფერი მოყვა. ამან ეს წავიდა სახში, იფიქრა, შეძრა ამის
იმადა როგორ გაამხატრულა ეს რაღაცა ტრივიალური, ძალიან ესეთი ტრივიალური აგავით, უბრალო ამბავი. ბატონი შემოაკვდა, აი ნამდვილი ამბავი ეს არის. ბატონი შემოაკვდა იმის გამო, რომ ბატონმა ამის საყვარელი ქალი ჯერ გააუპატიურა და მე იცი თუ გინახა ცოლად წაიყვანა. ამის გამო იმან შური იძლია, მოკლა ბატონი და გადაიხვეწა იმერეთიდან კახეთში და შეაფარა თავი და გადაირჩინა. და მას კლავდა ეს ნოსტალგია. და მოყვა ეს ისტორია რა შეემთხვა მას და ილიამ ეს მხატვრულ ფორმაში შეცვალა და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა, განაზოგადა და ტრაგედიის ელფერით შეძინა. თან კლასობრივი ისეც ნახეთ როგორი გამძაფრებული იყო რა შეიტანა ახლა იქ ამან. აი ვეფხვის ყაოსნის ისა რას ემსხვერპლა ჩვენი გაბრო. წერა-კითხვის უცოდინა რომ კაცმა წერა-კითხვას იწყებს ვეფხვის ყაოსნი. ნუ კინო ვარიანტში ცოტა სხვანაირად არის. წიგნში სხვანაირად არის. ხოჭით კინო ვერსიაც პერსს ნანახი გექანებათ. სახელები კი უცნაურია, როგორ დაარქვა, ვინც ეს ისტორიულად იმას მართლა დავითი ერქვა. ამან ერთის გაბრიელი დაარქვა, მეორეს დავითი და ქალს თამარი. და პეტრე სასიმამროს. პეპია პეტრე. სულ ბიბლიური სახელებია. ეს რას ვისეკამათებოდა ეს ამით, აი რა მოხდა ილიას თავში, ძნელია გავიგოთ, თუ არა ლიტერატურის კოდირება, დეკოდირება თუ არ მოვახდინეთ. და ჩვენთვის ქართველებისთვის საინტერესოა ნაწარმოები, მაგრამ არა ფრანგებისთვის, არა ამერიკელებისთვის. ვინაიდან მე ქართული ვარ და ქართულ კულტურაში ვარ, ეს ნაწარმოები ჩემთვის მისაღებია. რაღაცის მთქმელია და უნდა ჩაუღრმავ და გავაანალიზო და რაღაცნაირად მეშველოს. რა ყოფა არის ეს? ესე იგი დავიწყე იმიდან რომ აიმით ეს რუსთაველს აკრიტიკებს თუ არა. ეს მხატვრული ნაწარმოები. რა თქმა უნდა კი. იმიტომ გაბრიელის ემსხვერპლა სწორედ იმ ცრუ წარმოდგენებს, რომელიც აიღო მან ვეფხვის ყაოსნიდან და ასე მიუდგა დავითს. და რა რიცოდა საცხოვრობ? და მარტო ესეთი იმით უდგები რა რომ რატო გეგონა შენ რომ ეცერ არის შენ ხარ შერმადინი და ის არის ავთანდილი. დავითი არ გამოდგება ავთანდილად ხომ? მუსუსიარი ქალების ხრეობს, ადგილმამული, ფეხებზე კიდია ლოთობს, სულ ბარდელში ათენა აღამებს. ასეთკაც შენ ემსახურები, ჩაგაბარა ყველაფერი მოურავია, ეს პატივსრად ემსახურება, მაგრამ მოსახლეობაში უცნაურია. ესეთი აღქმა არ აქვს დავითის მიმართ მოსახლეობის დიდ ნაწილს. გაბრიელი კიდე ვერ გებულებს და დარწმუნებულია რომ დავითი ამას ამ ქალს დაუთმოს. და გააციმბირებენ გახსოვთ ალბათ ხო? და ამის შურიძიების გამო ის კლავს. ესე იგი გაბრიელი არ არის ქრისტიანი, არც დავითი არ არის ქრისტიანი. სახელები კი არის დარქმეული ბიბლიური პერსონაჟებიდან, მაგრამ სოფხედელობას არავინ არ ატარებს. და საბჭოთა კავშირმა კიდე ეს ნაწარმოები იმიტომ დააბრუნა, მარქსისტები ხო ცენზორები იყვნენ, რომ აქ გაარჩიეს კომუნისტურად რომ რა საზღარი იყო აი ეს მემამულეები და როგორ ჩაგრავდნენ ხალხს და ამით უკვე რა კარგი რაღაცა ავაშენეთ ჩვენ. და გვასწავლდნენ ამ კუთხით, რომ აი რა იყო წარსული ეპოქა ხალხო და წარსული ეპოქის გინებით ამართლებდნენ იმ აწმყოს, რომელშიც ცხოვრება უწევდათ ახალგაზრდებს კომუნისტური სივრცე. მაგრამ ვის მოატყვევენ? ხო, მათ ხომ უფრო სხვა პრობლემაა. ილიას ხო ეს ფილოსოფია არ დაუწერია, მხატვრული ნაწარმოებია. მხატვრული ნაწარმოები შეიძლება სხვადასხვანაირად აღვიქვათ, ინტერპრეტაციები გავაკეთოთ და არ არის სწორი ინტერპრეტაცია მარქსისტებისა. ილია კი იყო სოციალური პიროვნება და იყო კრიტიკული რეალიზმის წარმოადგენელი, მაგრამ მაგი აკრიტიკებს თუ არა იმ ყოფა ცხოვრებას, რომელშიც უწევდა ცხოვრება. და ყველგან განიხიბლა ილია. ძალიან დიდ განხიბლას მიიღებდა რომ წამოდგა და თქვა, ბიჭო ილია ვარო რა, ესე იგი ხო არ გეშლებიო, ის არა ვარო, ილია ვარ. ერთ-ერთმა პიროვნებამ თქვა, ნეტა არე თქვა არ მოკლავდენო რა, ალბათ ვერ გაიგებდი, მაშინ არც ვიდეო იყო, არაფერი რა იცი რომ ხო შეიძლება შეგეშალოს. ფოტო არ იყო ისეთ დონეზე და არაფერი და ახლა ვიღაცამ წამოდგა და ბიჭო ილია ვარ, რასაკეთებო და დაცალა თოფი იმან და გაიქცა. და დაიტირა თელმა საქართველოს უცნაურია პირდაპირ ესე რა. მოკლეს ბოლშევიკებმა და ბოლშევიკებმა დააბრუნეს, გააწმინდავეს და მართლმადიდებლობას აჩუქეს კაცი, რომელიც მართლმადიდებლობას თხრიდა. არც ერთ ნაწარმოებში არ არის რომ აი ეს რელიგია ამას არ ევასებოდა. ილია ჭავჭავაძე იყო რელიგიური თვალსაზრისით დეისტი. და დეისტი არ შეიძლება გახდეს კომუნისტი. ამდენად ის ბოლშევიკების გარკვეული გაგებით მისი ცნობიერები და მტერი იყო, განსაკუთრებით ცარიზმის. ეს არ მოწონდათ რა, ეს აი იგივე დოსტოევსკი და ისინი არ მოწონდათ. ბუნებრივია, ახლოვდებოდა ეს რევოლუცია და მაგას უკვე 905 წელი დამარცხდა.
და უკვე დაიწყო დარბევა საშინლად ამ ხალხის გასახლებები, მაგრამ რა შეინარჩუნებ ამას 907 წლიდან 917 წლამდე 10 წელი გავიდა და ილია მოაშორეს და 10 წლის მერე გაიმარჯვა იმან იქ და რამოდენიმე წლის მერე საქართველოს საზღვრებს მოადგენენ ქართველების მეთაურობით. ხო არ გონეთ რუსები შემოვიდნენ. ქართველი ბოლშევიკები გადაეკიდნენ ქართველ მენშევიკებს. ტერმინი აღებული იყო იმ ყრილობიდან. ერთ-ერთ იმაზე რომ დაისახა რა უნდა მიიღოთ წესდებაში და ხმათა უმრავლესობით მიღებოდა აქედან ბოლშევიკები, ცუდები ესე იგი. უმრავლესობამ გაიმარჯვა და ბოლშევიზმი იქცა რაღაც ფსიქოლოგიურ ფილოსოფიურ ტერმინად და არა მარტო ემად, ხო, ამას უფრო მეტი ის აქვს, ვიდრე ეტიმოლოგია გვეუბნება უმრავლესობა. მენშევიკები უმცირესობა. ეს იყო რაღაცა სპეციფიური ხედვა არის სახელმწიფო მოწყობის შესახებ და ის რაც არ არის მიღებული მენშევიკების მიერ ბოლშევიკებმა მიიღო. მაგალითად მენშევიკები ტოვებდნენ თქვათ ბატონყმობის იმ ფორმას, ლოიალურ ფორმას. ბოლშევიკები არა. კერძო საკუთრებას ისინი ტოვებდნენ, ბოლშევიკები არა. გარკვეულწილად დღესაც ეგრე არ არის მანდ. ყოველ შემთხვევაში აზრები აქვთ ისეთი, აი თქვათ ბოლშევიკური აზრების წარმომადგენელი პარლამენტში არის პატრიოტთა ალიანსი, კომუნისტური პარტია. მაგას სხვანაირად ქვია პატრიოტთა ალიანსი არის კომპარტია, კომუნისტური პარტია. აი ეგენი არიან მაგ აზრების გამტარებლები ერთი აზრი ქონდეს მეორე გაატარებ კი ამას. გაატარებას თვით საბჭოთა კავშირშიც ვერ განახორციელეს თუ არა ძალით, სისხლის ზღვრით, თოფით. ნებაყოფლობით არა, კოლექტივში ძალით შერეკეს ხალხი. წაართვეს ყველაფერი. ხო და მანდ ახლა პარლამენტში ზუსტად ეგეთი ხალხი ზის 6 კინკილაკაცით. და ეგ პარტია. ბოლშევიკური აზრებია და ბოლშევიკები არ არიან, მენშევიკები არიან, 6 კაცია წარმოდგენილი. სამაგოროდ ბევრია უმრავლესობა ბოლშევიკები, ხოლოდ სხვა გაგებით. ხომ, რომელიც წარმოადგენს მენშევიკები იქცენ ბოლშევიკებად, მანდ და ბოლშევიკები მენშევიკებად. ისინი რას უშვებენ? ფულის სიმდიდრე, კერძო საკუთრება, თან ველური გაგებით, მე წაგართვე ჩემია ეს ბიზნესი და ყველაფერი. აი, ეს ყველაფერი დააყრით, მორალშიც აღვირახსნილობა. ბოლშევიკები მორალში ყველაფერს აკრძალვა. ძალიან გამომარტივეს რა ეს პოლიტიკური ტერმინი, ძალიან უბრალოდ დავიყვანე, ძალიან გავაუბრალე, რომ არსი არ დავკარგოთ, არსი ავიღოთ. ილია იყო სწორედ ამის წარმომადგენელი და არა მარტო ილია. მერე ევროპული ორიენტაციის მომხრე იყო ილია. უცნაურია პირდაპირ დაღლეებული ყავს დღეს ილია პრორუსული ხალხის იმერს. ეს რუსების ტერი დაუძინებელი არ იყო, მაგრამ ნატრულობდა ისეთი რუსების მოსვლას, რომელიც ძალიან კარგად იქნებოდით ქართველები და რუსები. გარდაცვალების მერე რამოდენიმე წლის მერე შესრულდა. რუსები და ქართველები ერთ მძურმულ ოჯახში შევიდნენ, რომელსაც საბჭოთა კავშირი დაერქვა. ილია რო გაცოცხლებულიყო, იქ იქნებოდა ბერიას ადგილზე. საქართველოს ცენტრალურ კომიტეტს პირველ მდივნად აირჩევდნენ და თელი ეშხებით იქნებოდა. დარწმუნებული იყავით. ტეისტი იყო კაცი, ღმერთი შექმნა სამყარო და არ ერევა რა. ასე იგი ადამიანმა უნდა შექმნას და არა ისეთმა რუსთაველი რო წერს, ავთანდილები და გაბრიელები ქვეყანას ვერ აშენებენ, იმიტომ რომ ეს ზეკაცები არიან. რეალიზმი კი სხვას გვეუბნება. ამიტომ გაბრიელის კარახი, ავთანდილის კარახი გამოწვეულია გარსაკუთრებით გაბრიელის ის, რომ იგი იკვებებოდა ისეთი მსოფლმხედველობით, რომელიც არის ჰიპერრეალისტური, ზერეალიზმი, სიურეალისტური, არა ამქვეყნიური. და საჭიროა ჩამოვიდეთ დაბლა. გაბრიელში ეგ არის აღწერილი და გაქრისტიანება მისი არ არის სწორი. რასაც ვთქვათ აკაკი ბაქრაძე აკეთებ და განდეგელის არ არის გაქრისტიანება. რატო აკეთებ ამას? რუსების გას ვითომ ეჩხუბოთ კომუნისტებს და ემათ ჯინაზე? შენ გარჩიეს ნორმალურად. ისეთი გარჩევა კი არ მინდა რომ კიდე მომატყუო. გარჩევა ისეთ რომ ჩემი დაავადება შემამეცნებინო. და თუ ეს დადებით გმირად შემომტენე ესა დათა თუთაშხია და გაბრიელა და გიორგი მასეთები ვართ და როგორ გამთავისუფლდეთ ამისგან. თვალი როგორ უნდა აგვეხილოს ისე რომ ვეფხვის ტყაოსნით იმით გამსჭვალური არ მივიღოთ ვიგინდა დავითი ავთანდილად. და წინ პრევენციული ზომები მიგვეღო. რა იყო ახლა პრევენციული ზომების მიღება წინდადინ საჭირო? გახსოვთ მის ტრაგედია რა შეყრნობოდა? შეუყვარდა თამრო. თამროს ყავს მოხუცი მამა პეტრე. პეპია. ერთადერთი ამას ევლება თავზე. დედა გარდაცვლილი ყავთ, ახალი გარდაცვლილი. თამრო აღმოაჩინა იმ მამულში, რომელიც ეკუთვნის დავითს და მოურავი არის გაბრო. და ამის ერთი შემოვლი შედეგად ეს ძალიან წესიერი კაცი არის, პატიოსანი გაბრო, იმიტომ რომ ვეფხვის ტყაოზე აღზრდილია და ესეც უნდა იყოს ერთგული, მაღალი დონის ერთგული.
ძალიან კარგი ტიპაჟია შერჩეული გოჩა აბაშიძის სახით. ზუსტად მოძებნეს ესე ტიპაჟი. წარმოსადეგი ლამაზის ხუჭუჭი კაცი ახალგაზრდა ბრგევა აშკაცი სიტყვით მართლაც გოჩა აბაშიძე ძავის სილამაზით გამოირჩეოდა. იმ ესთეტიკაში ჯდებოდა აი იმ წელს იმ ეპოქისა და წლისა. და მართლაც ლამაზი კაცი იყო, იცით, აი უხდებოდა ჩოხა, ყველაფერი, რაიდული ისენი, ყველაფერი ქცევები. აუცილებლად შემოვიდოდა ეს როგორც საყვარელი ტიპაჟი. გმირი, გულს ჩაგწყვეტავს როგორ მთავრდება, ხო? ისე ნაყოფით თუ იმიჯერებს საზღარი ნაწარმოებია. აკაჯანებს, რევოლუციას გაამართლებს. დავამხოთ ეს ბოლშევიკები, ეს ბოლშევიკები რა დავამხოთ ეს ცარიზმი, დავამხოთ მთელი ეს ბატონები. ბატონყმობის დამხობა ეს აუცილებელი მოთხოვნა. ეგ აკეთა მარქსისტებმა. აი რატომ იყო საბჭოთა სკოლაში და საბჭოთა იმაში დაბრუნდა ეს მწერლები, თორე ისე არ აბრუნებდნენ. რომ გადახედეს, გამოიყენეს და ჩაიყენეს სამსახურში. თავი იყო ინტერპრეტაცია მაგისი, მარქსისტული ლიტერატურა ცოდნეების მეშვეები და მოწაფისთვის ესე გვესწავლებინა. მაგრამ ანტიბუნებრივი ეს გაშვალე თვითონ მიხვდეს რა, მაყურებელმა შენ ნუ შეთავაზებ ამას. ეგრევე და ნუ დაავალებ თემა ასე დაწერე, თუ სხვანაირად დაწერს, ორიანტს ნუ დაუწერ რა. მაგრამ ეს ცალკე თემა არის. როდესაც გადაწყვიტა ამას ძლივს მოიპოვა პეპიას გული და გაბრო მიმდის პეპიასთან და ჯერ პეპია არეკარა შენ იმის ისახარო და რატომ არის პეპია ესე რაღაცნაირად ცუდად განწყობილი იმიტომ რომ ეკლესიიდან მანდაც ნახეთ ილია ჭავჭავზემ როგორ ჩააგდო ეკლესიის დანიშნულება ეკლესიაში მიდიოდნენ თავადები ნაშების სანახავად დაადგნენ წირვა ლოცვა მიდის რაღაცა ფორმალობა და ქალები განსაკუთრებით თამარა რო გამოდის ეკლესიიდან სიცილ ხალხად ესე იგი ვულგალური ქალის თაბეჭდილებას ტოვებს და ავხორცს დავითმა თვალე ამ ქალს დაადგა. იმიტომ რომ ამოვარდნელი იყო, აქაც კარგად თამაშობს ეს ქალის სხვათა შორის. ფსიქოლოგიურად, აი მართლაც მიქცია იყო, უამრავი ქალი იყო ლამაზები იქ. ეს ამოვარდნელი იყო იმ ქალების ფონიდან ცენტრში იყო და კისკისებს, იცინის, ხარხარებს. იმიტომ რომ მიზეზი რა არის ამისი? თამროს წინ დახვდა გაბრიელის სიყვარული აუხსნა, დააჯერა რომ ის კარგად არის გამსჭოლული, ამის ესეც არ არის გულგრილი და გახარებული და ბედნიერი გავარდა წირვაზე და დაქალებს ალბათ ამას უყვება. იქიდან გამოდის სიცილ ხალხარეთ. დავითი დგას და ეს ვისი არისო? და უთხრეს, ბიჭო, ნახე რა, ერთმა ძმა კაცმა კიდე წაახალისა. რამდენი ტრებდები დადისო და შენ კიდე რა ეს დადიხარ აქ-იქითო და მოიხმო თავის კაცს და ვისი ქალი ეს? პეპიასი. მივიდა პეპიასთან და ეუბნება, კარგი საპროშტავი გოგო ყოლიაო. გულზე მოხვდა მოხუცმამასე, მიხვდა ეს რის მაუწყებელი იყო. და როცა გაბრო სახში მივიდა, პირდაპირ ჯოხით გამოეკიდა. კაცო, შენი მოყვარე ვარო რა, გეუნები ესე და ისე და როგორც იქნა დააჭერა. და გახსოვთ ის დიალოგი ქალიშვილთან იმას და გაუხარდა პეპიას რა, რომ ძის პატრონს აბარებს ამას. მაგრამ ამათ ბედნიერებას ხელი შეუშალა ერთმა გარემოებამ. აი ეს ვერ გათვალა გაბრიელმა. კერძოდ, გადაიდო ქორწინება. გადაიდო იმ მოსაზრებით, რომ დედა გარდაცვლილია. დავითს კი აქვს საერთი ახირებული ისა. თუ ქალი ხელდაკარებულია, იმასთან ეს არ მიდის, აზარტი არ აქვს. პირველი იკითხე ისა, რომ გაიგო, რომ მაგ ერთი პრობლემა იცი რა, გაბრო საყვარელიაო, შეყვარებულიო. გაბროსიო. არა, ჯერ ხელდაკარებულია, ხო? არა, უმანკუა როგორც მტრედიო, თიტო ეუნება თავისი მამაძაღლ ხელქვეით, ხომ? რომელსაც შურიც აქვს და ბოღმა გაბრო კარგად არის დაახლოებით, ერთად იყვნენ სულ. მაგრამ ქალი შემოვიდა თუ არა, ეგოიზმი წინ დადგა მეგობრობაზე. და ამიტომ დავითი გადაწყვეტს ჩანავრის ბოლომდე მიიყვანოს. ესე იგი, არა უშავს. თავარი ხელდავკარებელი თუ არა, გაბროს უყვარს, პირობა აქვს მიცემულიო საცოლის. მე და გაბრო მობრიგდებით. დავითს ესეთ გაგება აქვს. ქალი მისთვის არის მოსახმარი ნივთი და ამიტომ ნივთი თუ არის მე და გაბრო მობრვა. გაბრიელი უფრო ადამიანი ამ ხრივ, იმიტომ რომ იგი ვეფხვის ტყაოსნის პოემის წამკითხველია და მის რომანტიული სიყვარულში ჩაჯდა. და აქედან ეს აფასებს ამას. მოკლედ გაბრიელი ატარებს იდეალურ სიყვარულს. გაიდეალებული ამასთან სიყვარული. აი კრახი ამ ნაწარმოების ესა ირიბი გზით რომ პოემით და ესე იგი გაბრიელი ამ პოემით შეპყრობილი. აი ესე დარტყმას იღებს. მე ხლა კინოვერსიას მიყვები რომ იცოდეთ. ლიტერატურული ვერსიას ცოტა განსხვავება, ბევრი არა. თუ კინო მაინც ასე ბევრს ნანახი ხო? და შედგა დიალოგი. დიალოგი რო შედგა და ჯერ მანამდე დიალოგამდე გაბრიელი მიდის პეპიასთან სახში, როგორც იქნა დააჯერა რაღაცა დაჯდნენ, საუბრობენ. რაშია საქმეო? პეპიამ უთხრა. აი ესეთ საქმეო და მეშინიაო და ნუ გეშინი არ არის პრობლემა, მე დავითს მე მოველაპარაკე და გაუხარდა პეპიას.
ძალიან თვით დაჯერებული გაბრიელი წავა დავითთან და დაიწყებს მოლაპარაკებას. გაოცდება, როცა დავითი სულ გამხეცებული კაცი დახვდა მას. და უთხრა კიდევაც იცი. რა არის ესე მე ცოლად მე რა პრობლემაა მიმიფურთხებია შენი ცოლობის და კაცო ხალი ჯერ ჩემიაო. მე გინდა შენი იყოს და გინი ვისაც გინდა. მზითებით ჩემზე იყოსო. და ეს უკვე როგორ იცი ეს გაბრიელი წაენთო უკვე. ამას იქვე წინ ქონდა ზომები მიღებული და გაბრიელი გასკვანჩეს. ეხლა რა იყო შეცდომა გაბრიელის? თუ რატო შეცდა სოფხედულობაც თენს ადამიანს და რა იყო შეცდომა? იგი ტრადიციას არ ღალატობს და სოციალური ტრადიციები და ის ხედვა, რომელიც ვეფხისტყაოსთან მიიღო, ვერ შეარიგა. რეალიზმა გაიმარჯვა და სიურეალიზმი დამარცხდა. ორივეს კი ატარა. ახლა რეალიზმი რა არის, რომ რატო გადადა ეგ საქმე? მოიყვანე რა ქალი. იცით რატო გადაიდო? წელისთავი არ იყო გადახდელი. აი რა საკრიტიკებს კიდე ილია ჭავჭავაძე ამ ტრადიციებს. მაგრამ სიტყვერად კი არ აკრიტიკებს. სახე ხატეების ანალიზს ჩვენ ვახდენთ და დასკვნა ჩვენ უნდა გავაკეთოთ. დავშალოთ ნაწარმოები, სინთეზი, მოვახდინოთ მერე ანალიზი, ჯერ და მერე სინთეზი. გაბრიელეს რო ცოლად ეგ მოიყვანა, დავითი თავს დაანებებთ. აი რა შეეშალა. აქედან გაბრიელის ასწორმა სოფხედულობამ როგორც თავი დაღუპა. მკვლელი იყო დავითის, გაბრიელამ დავითის. მერე თამრო ბარდელში მოღვაწეობა დაიწყო. ხო და სხეულით ვაჭრობდა. ასევე პეპია მოკვდა. ნახეთ, ყალბი ჰუმანიზმი დამღუპველია. და თუ ყალბი ჰუმანიზმი დამღუპველია და ილია ჭავჭავაძე ამ შემთხვევაში იმ ზეჰუმანიზმს აკრიტიკებს, რომელიც ვეფხისტყაოსაშია, ნაკლები ჰუმანიზმს ეს არ ღვთავაზობს. როდესაც დეიზმით გასწევს ღმერთს და ადამიანი რას მოგვარებს? არაფერს. ასე რომ პრობლემად რჩება. აი ეს კი დაგვანახა. ის კი არ არის რაღაცა გამოსავალი დასახული. პრობლემის შემეცნებაც წინა ბიჭი გადადგმულია, დიაგნოზია დასმული. ყალბ შემეცნებას, ყალბ გნოსეოლოგიას მოყვება ტრაგედია. აი ეს უნდა იყოს ახსნელი ლიტერატურაში და არა ისა მისაბაძე მაგალითად ვიყოთ და რა ამას ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. ილიასთვის ადამიანი დაბადებიდან ცოდვილი არ იყო. პირველ შობილ ცოდვას ეგ არ აღიარებდა. საერთოდ არ იყო ილია ქრისტიანი, ევანგელისტური, ბიბლიური გაგებით. არ იყო. მაგრამ არ იყო ურწმუნო. მორწმუნე იყო. ისეც გითხარით. ღმერთის რწმენა ჰქონდა იმ მოცემულობით, რომელიც მოცემული არის აი რელიგიური ფორმით, რომელიც არის დეიზმი, რომელიც სწავლობს იმას, რომ სამყარო როგორც კარგი საათი მექანიზმი შექმნა ღმერთმა, დაქოქა და აგრძელებს ეს მუშაობას და თვითონ წავიდა. და არანაირად არ ერევა ჩვენ საქმეებში. ამიტომ თუ ის არ ერევა, ადამიანმა უნდა მოაგვაროს ყველაფერი. და აი ასეთ იმას გვთავაზობს ნაწარმოებში. ხო თავისთავად საინტერესო ნაწარმოებია, როცა ასე მიუდგებით ჩვენ. სხვა მხრივ ახლა რა აზრი აქვს მაგას, რაც არ არის ის იმას ავქნათ და საბოლოო ჯამში კრიტიკა ნიშნავს გავწიეთ, გავაფართოვეთ და დავინახეთ შეფარული სიკეთეს მიღმა, სიკეთეს ნიღაბი როგორ აქვს ბოროტებას და ეგ გვუყავს ჩვენ. ამ მხრივ ყველაზე მაგარი რეალისტი იესო ქრისტე არის. თორე ეს იწყებს პირდაპირ იმით, რომ ადამიანი გაფუჭებული ხარ. და ამიტომ არის ბიბლია მხატვრული ნაწარმოები კი არ არის, დოკუმენტური არის. გამოყენებულია მხატვრული ფორმა და ეს არის ნამდვილი. ადამიანი ნამდვილად არის წარმოდგენილი და ნამდვილად არის წარმოდგენილი ღმერთი, პიროვნება და არა იდეა, არა საწყისი, არა რაღაცა ენერგია, არა რაღაცა ძალა, არა რაღაცა მამოძრავებელი უძრავი, არა რაღაცა აბსოლუტური სიკეთე იდეა, არამედ პიროვნება, რომელიც განიცდის, ხედავს, ისმენს. ქრისტიანობა პიროვნული ღმერთთან ურთიერთობაა, იმ პიროვნებისა, რომელიც პირველ ტალღაზე მკვდარია, სიცოცხლეს ისაძლევს. გვაცოცხლებს და მერე ცოცხალი ხარ, გიყვარს ის, ვინც გაგაცოცხლა. თუ მკვდარი ხარ, ქრისტე არ გიყვარს. და მკვდარი კაცისთვის არის მკვდარი რიტუალები, მკვდარი ღმერთი, რომელსაც ასაღებ, რომ თითქოს ცოცხალია და მისი ატრიბუცია ხდება ისეთ ნივთებში, როგორიც არის მატერიალური ხატები, სურათები, წმინდანები, ისტორიები და ლოცვის შედეგად ეფექტი ნულია. არც აიდან ხმარსით სახილი. შენც რა ხეპრეც იყავი მკვდარი ადამიანი, ისევ ის ხეპრე ხარ. და სიკეთეზე წარმოდგენა გაქვს არა ქრისტიანული გაგებით, არამედ ანთროპო გაგებით, ადამიანური გაგებით. ამიტომ არის შედეგი შენ სიკეთეს მოყვება ბოროტება. რა სიკეთე იყო გაბრიელის სიკეთე, რაც გააკეთა. რატო ჯეროდო ის დავითი? არ იცნობ დამდენი ხანი დავითს.
არ უყურებდა როგორ იზრდებოდა დავითი მასთან ერთად, სულ გადაყოლილი იყო ქალებს, ბოზებს. ასეთი კაცი უკვე გარყვნილი კაცი არის და გარყვნილი მის გარყნებას მე სხვათა შორის დავითის პერსონაჟი საინტერესო პერსონაჟია უფრო ვიდრე გაბრიელი. ეს საერთოდ პესიმისტი კაცია. ამას არაფერი ღირებულების მატარებელი ეს არ არის. რა მიიყვანა დავითი ამ მდგომარეობად, რომელიც ბიბლიურ სახელს ატარებს და საერთოდ არის სირცხვილი იმ დავითისა, რომელიც ბიბლიაშია. დავითი ხო ღმერთის მოყვარე, შეყვარებული ადამიანია, ესე იგი ღმერთის საყვარელია. ეს ჩვენი ლიტერატურული დავითი, რომელიც ზოგადი ტიპია, რაღაცა ქართული ერთი კლასისა, სათავადო ბატონისა და თავადის წარმომადგენელია, არაფერი მას ღვთაებრივი არ აქვს. იგი არ ცნობს არავის და არაფერს. ოღონდ თავისი გაისწოროს. და მისთვის ცხოვრება საზრისით დაკარგული აქვს და ჩაბარებული აქვს მისი კარმიდამო გაბრიელი ნახაჭკვიანი კაცი რაღაც და ყველაფერი მას გადააბარა. თვითონ კი სმაში ატარებს დროს და ქალში. ორივე სიმბოლო ამ შემთხვევაში არის რეალური ცხოვრებიდან გაქცევის კაი საშუალებაა. ამიტომ ამ ფილმში პირადად მე და ამ წიგნში უფრო ტრაგიკულად დავითი აღვიქვი. ეს შემეცოდა. ვიდრე გაბრიელი. გაბრიელი ამატყოფი იყო, დავითი ამაში არაფერი არ არის მსოფლმხედველობა. ეს ცოდვილი ბუნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. უსაზრისობაში ჩავარდნილია და გაქცევის საშუალებად მხოლოდ ლოთობა და ქალი კი მოგეხსენებათ, კაცი ყოველთვის როცა სასარკვეთილია, მაშინ მიაკითხავს ქალს. ბარდელში მაშინ შედის. ან ღვინოს ჩაიხჩობა, ღვინოდან მერე ქალთან აგრძელებს ამას. ხვდებით როგორ არის და ძალიან ბევრი ქალმა ინსტინქტურად რო იცის, ესე ეტენებიან უკაცრავად პასუხია კაცებსაც. მომენტში არჩევენ და შეეტენებიან. ხო, დავითი რა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, აი ეს აღწერილი არ არის. რატომ არის ეს უფრო კოლორიტული ფიგურა ეს სტანდარტული არის. სკოლაში კი გაბრიელი როგორც დადებითი პიროვნება ისე შემოგტენეს და უარყოფითი დავითი. ესე დაყოფაც სწორი არ არის. უარყოფითი ორივე ადამიანია. ორივე ადამიანი უნდა იყოს განხილული ერთი ამის ტრაგედია რამ გამოიწვია გაბრიელის და თქვით. ახლა დავითის ტრაგედია რა განაპირობა. ესეც ხო ტრაგიკული პიროვნება თან რა არის. მას შეეძლო ესროლა და არ მოკლა. მას ბოლოს შეეძლო სროლა და უთხრა ალალი იყოს შენზე ესო. შეხვედრა ამ ორისა ისეთი ტრაგიკულია მეტი რო არ შეიძლება. ახლა ვის უფრო მეტი ადამიანური გრძნობები ამოძრავებს. აი ხო არის ერთი შეხედვით დავითი არის საზღარი პიროვნება ერთი შეხედვით. ხო, მაგრამ უფრო რეალისტია და ნამდვილი არის. ნამდვილი ეს ტიპი. გაბრიელი კი შენიღბულია. ესე იგი რასაკეთებს? ესე იგი პეპიას დამარხავს თუ არა? ფიც ჩამოართმევს პეპიას, რომ ჩემი თამროს ნამუსის ამხდელი უნდა მოკლაო შენო რა. მოკლედ შურიზება. შურიზება იმ გაგებით, რომ უნდა მოკლო იქნას. ახლა რაც შეეხება თამროს. თამრო კარგი შედალოცილო გაუპატიურების მსხვერპლი იყო. არ შეიძლება რომ ცოლად მოიყვანო. ის ხომ სულით და ფსიქიკით არ დაუწვა. გათიშეს, მიათრიეს, ძალა იხმარეს და გამხეცებული ქალი, გაგიჟებული, შერცხვენილი, ნამუსაყრილი და იმიტომ რომ ეს გაბრო დაიწუნებს ამას, ზუსტად მიხვდა რომ გაბრო ამის წამყვანი არ იყო. რა ფსიქოლოგია ეს? და დავითისთვის ქალი კიდე ყველა ერთი კანტორაა. ცოლიც იმიტომ არ აყვას. ქალი კი არის სიცოცხლისა და ცხოვრების სიმბოლო და დავით ცხოვრება და სიცოცხლე რატო არ ყვარს? ეგ საინტერესო. ესეთი კაცი ზუსტად ისე უნდა ამთავრებდეს სიცოცხლეს, როგორც ამთავრებს და სიკვდილით ამთავრებს. მაგრამ სიკვდილის წინ ნანობს რა. ხო გითხარიო კავკასიის იმაზე რომ სანთელ საკმეველი გზას არ დაკარგავს. აკი არც დაკარგა კიდევაც. შენ იყავიო გაბრიელი ეუბნება ამას? ჯერ რატო დაგვიხსენიო? ფუ ჩემ ვაშკაცობას ვეტყვის. ნიშანიც ვერ დაგადეო. შენ კიდე ეს გაღელვებსო? და კარგი ალალი იყოს შენზე ეს სისხლიო. ამან სიკვდილით გაბრიელს აჯობა და ამას ეს სინდისი აწუხებდა და წავიდა. ამის მერე თამროს შეხვდა ეგ მანამდე ჯერ. იმის მაგურად რომ ეს ბარდელიდან გამოეყვანა რწმენა მოეცა და დაებრუნებიდა სოციალურ იმაში მიატოვეს და შურიზება და საბუთი ნახარო ეს გაბოზდა და ახლა დავითმა შეუწყო ხელი გაბოზებაში რომ დავითმა გააუპატიურა მაგრამ ამიტომ შენ უნდა გაბოზდე უნდა სხეულით ივაჭრო და ბარდელში მუშაობა დაიწყო ესე იგი რატომ არის რომ ადამიანის ვაბრალებთ რომ ადამიანი კი რაღაცა ბიძგი იყო მაგრამ მასში იყო ის ტენდენცია მაგისკენ. ამიტომ ჭირდება ადამიანს მეორე ადამიანი და ის სულელური გაგება რო აქვს საზოგადოებაზე გაბრიელის უნდა გამოეყვანა და არ არის პრობლემა. რა მოხდა? ეხლა ამას დაუპირისპიროთ ისეთი ნაწარმები, როგორიც არის გამზრდელი აკაკი წერეთლის. აკაკი წერეთლის გამზრდელში მსგავსი რამე არის ორი მეგობარი, დიდი ხნის უნახავი ერთმანეთს ხვდებიან და თავის სატკივარს საფარბეგი აუწყებს თავის მეგობარს, ძუძუმტეს.
უყვარს ერთი ქალი და ცხენი და რაღაცა შეუყვარდა ქალი, რომელიც დებილია და დავალებას ისეც აძლევს და უცნაურია აქაც მისი მეგობარი არ ყვევს რაღაცენებს, ესე იგი ოჯახური ტრადიციას ღალატობს და მეგობრული ტრადიცია წინა პლანზე დააყენა. და საცოლეს აბარებს ტყეში რაღაც კარგად არის აღწერილი. სხვადასხვა საკაკი წერილს ერთ-ერთი 7 პოემიდან ერთ-ერთი ძლიერი პოემა ესეც ჩაითვლება. საქართველოს თუ იტყვით რამდენი აი 5 საუკეთესო ძლიერ პოემაში ესეც არის რო იცოდეთ. ვეფხის ტყაოსანი, გამზდელი, სტომარ მასპინძელი, ბედი ქართლისა და ალუდაკეთება. აი 5 პოემაში შედის ეს გამზდელიც. ქართულ ლიტერატურაში ეს თავის ყველა საზონებით თუ შეიძლება ლიტერატურული ხერხების მიდგომითა და დეითა და საზრისით რო წარმოვაჩინოთ. აი ეს საფარბეგი რჩება ქალთან და ძალას ხმარობს. ესე იგი ქალი ვერ გაიმარჯვებს, როგორც კი დაბრუნდება თავისი მეგობარი და შეხედავს ამას. იმ წუთში ეუბნება ამ ქალს რომ არ არის პრობლემა, დაივიწყე რა, სიზმარია და ზღაპარიო. დაივიწყე, რით სიზმარი და ზღაპარი ეუბნება ხომ? და ითმეს იმ ტრადიციას, ესე იგი, აქ ეს პიროვნება ტრადიციას ემსხვერპლა, კავკასიური ტრადიციას. არც ერთმა არის ეს ადამიანი. ამ გამზელშიდაც წერალმა რო აღწერა ეს, თითქოს პოლიტიკურ დონეზე აიყვანეს და იცი რა, ცარიზმი და რა, ცარიზმი კი არა, კაცო, ეგზისტენციალურ დონეზე განვიხილოთ და მივხვდებით ფსიქოლოგიურ დონეზე უფრო მოვიგებთ, ვიდრე რაღაცა კლასობრივი და პოლიტიკური იმეებით განვიხილავთ. და ან რო გავაუცხოთ და გამზდელი და რაშვაშია გამზდელის სიკვდილი. ეგეც ხო არ არის სწორი, ეს ქრისტიანული გაგება სწორი არ არის. რაშვაშია, ცოტა დაცემული ადამიანი. ჰაჯი უსოპი ახლა რომელიც გაუცხოებული ის არის და ეს ქართული ფენომენია, შეგნებულად გააუცხოვა მან სახელი. სხვათაშორის ამის წინა სახე პუშკინის ერთ-ერთი ის არის ხო, ახალი კი არ არის ქართული იმაში, როგორც განდეგილი არის ასევე რუსული ლიტერატურიდან ლერმონტოვის მწირი. ეს არის ქართული ვარიანტი, იდეა აიღეს და მოარგეს. კაი იდეა, ზოგადი იდეა მაქსივსში მისაღებია და პლაგიატებად კი არ გვევლიანებიან ეს ჩვენი ქართველები. ხო, უბრალოდ პრობლემა ზუსტად ასეთი იქიც არის რუსული, იქაც არის რუსულ ლიტერატურაშიც არის. ერთი ლერმონტოვთან გვხვდება და გვხვდება პუშკინთან. მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენთვის გვჭირდება ქართველი მხატვარი მწერალი, როგორ დამანახებს მხატვრულ ფორმაში იმ ყოფიერებას, რომელშიდაც მე ვერ ვარ გარკვეული, უნდა გამარკვიო. და დამეხმაროს ვიღაცა. შემამეცნებინოს ჩემი თავი. ეს მოვალეობა აქ ლიტერატურას და ამ ხრივ კარგია, უნდა დავტოვოთ ლიტერატურა და ხელოვნება, არა დავწვათ, როგორც პლატონი იძახდა. თორე ბიბლიაში არსად არ წამიგითხიან, რომ ხელოვნება უკუგდებულია, პირიქით ხელოვნება გამართლებულია ბიბლიის თანახმად, რო იცოდეთ. თავად დიდი ხელოვანი ღმერთი არის. საფარბეგს ის არ კლავს, შეაჩერებს და ამას როგონია ვერ გაიგო ქმარმაო, გახარებული რომ მოდის და გაივლეს, მერე ეტყვის. აჩერებს საფარბეგო პირშაობა ვიც შენი შემიტყვია. ამ შემდეგ ჩვენ ორშვა მოციქული არის ტყვიაო. აი ეს რომ მოისმინა საფარბეგო დაძაბუნდა ვაშკაცი კაცი. დაეცა მუხლებზე, კერც უშვერს მესროლე. საფარბეგს სინდისი აწუხებს. აქაც დააკვირდით, ესეც უარყოფითი ადამიანი რო გვასწავლეს ნეგატიური და ის დადებითი, ჩემთვის ეს უფრო დადებითი არის. ვიდრე ეს დებილი, რომელიც ჯერ ერთი რა პრობლემა, რატომ მიდიხარ ცხენის საპარავად შენ და რატომ არ გიყავს ძმაკაცი? რატო დატოვე შენ ცოლთან მარტო ტყეში? სპეციალურად ხავლა კლდის რომ აყლობს ერთი იმაზე რაღაც ქარაფებზე ესა მოსჩანს ეს ეძახის აკაკი წერეთელი და იქ არის ნაზიბრო ლამაზა და ტყბილად არიან რა აფხაზური ელფერი დაკრავს ამ ლექს. გაუცხო, აქაც გაუცხოების ეფექტები არის. გაუცხოების ეფექტები არ ახალი არის, ძველი არის და გაუცხოებას მიმართავს არა მარტო ქართული იმაში, ასევე გერმანული ლიტერატურაში ხდება, აი ძალიან ბრეხტმა გააუცხოვა კავკასიური ცარცის წრე. ასევე რუსთაველი გაუცხოების ეფექტს მიმართავს, როცა გმირებს არაქართველებად წარმოადგენს და ყველას გზაგვალი აუბნია. ლიტერატურას ახასიათებს ეს. ხო, იქ სადღაც ზღაპრული ქვეყანა, იქ ავთანდელი, ფრიდონი, არაქართველები არიან, რომ არ დაესხან თავზე. აი ის რაც ვერ გააკეთა გაუცხოება ილია ჭავჭავაძეში ნაკლებია და ეს ამიტომ არის რეალისტი მხატვარი, თან კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი, თავისი აი ეს გროტესკულ ნაწარმოებში ლუარსაბ თათქარიძეში ისეთი რისხვა დაიტეხა, მაგას უკვე მტრები მოიკიდნენ საქართველოში. ძალიან ბევრი მტრები გაიჩინა. აი ესეც ქართველების დაბალი დონე. მხატვრული ნაწარმოების კითხვა როგორ არ შეუძლია და ყველამ თავის შეიცნო და როგორ იყვნენ იცი და მოუკლათ ეს როგორ დაცინის თავადებს და ემებს. ამ დროს სიმართლე არ არის რა? ლუარსაბ თათქარიძე როგორი დახასიათება დარეჯანი, ლუარსაბი, ესე ძალიან კარგი გროტესკულ ალეგორიულ სიმბოლური ნაწარმოებია ქართული ყოფიერების შესამეცნებლად და დასაძლევად. ისე ჩაიერა ყველაფერი თქვენც არ მომიკვდეთ. აი წინ რაც დავთ ესეთ ვიმკით, არაფერი არ შევისწავლეთ. ჩამოვკიდეთ იმ გალერეაში ეს მწერლები
და შევდივართ თვითონ ევროპაში და საერთოდ ჩამორჩენილები ვართ. გოიმები ვით აღვიქვებით რა ყველგან და საზღარი მოკლედ ისე ვარ რო გინდოდეს ემიგრაციაში წასვლა აღარავინ აღარ გვიღებს. აბატონო, რამდენი ხანი იყო სამუშაო გავაკეთეთ რამე? ამ თავკომბალების გადამკიდე და დღეს რამე კეთდება? ის დავამთავრე, ეს დავამთავრე, და არიან ერთმანეთში ხანჯლაობენ. და რა ნაგავიც იყო ქართული ლიტერატურის აღწერილი პერსონაჟები, ის დადიან ჩვენთან რა. ამიტომ იყო რომ ილია უკვე ბუნებას ეტრფის და ვაჟამ საერთოდ ადამიანს პოლნიატაშვილი მიცა რა. ასასთან ეს უკვე გადავარდა ქრისტიანული რელიგია ხოს ვერ მიიღო. ვერც დეიზმი, სამაგრად პანთეისტად მოგვევლინა. და აქედან ვაჟა როგორც რელიგიური პიროვნება არის პანთეისტი. პანთეიზმის თანახმად ბუნება აღმერთი. ამიტომ არის ნახეთ სულ ბუნება, შვილის ნუკრის ნაამბობი, ხმელი წიფელი, ტოტია ამოდის ნათება, ხო ეს მგელი ტოტიას ისტორია რა მაგრად არის გაკეთებული და ამ ხრივ ბადალია რაყავს ვაჟებშაველას. მაგრამ ესეც რაღაცას გვეუბნება. ესეც გულგატეხილი ადამიანებზე რა, იმიტომ რომ ისე მოკვდა კაცი, ასეთი ნიჭიერი კაცი, არაფერი არ ღირსებია და რომელიღაცა დამპალი მწერალი დღეს საქართველოში მწერლობს ოთარაშვილები და ღარაულაშვილი რო პოეტობს რა, სირცხვილი და თავის მოჭრა. აი ეს კაცი მოკვდა მშიერი, პირდაპირ გაგებით. აი პირდაპირ გაგებით მოკვდა. და ეს დროა როცა იქ საქართველოში ამ მწერლები არიან, ხო? როგორ დროს ატარებს და კეიფობს აკაკი წერეთელი. პარიზშიც კი წავიდა უკვე 60 წლის ასაკში. იქაც გულაობს და ფულებს იქ ხარჯავს, ხო? ეგეც არხალალო ცხოვრებას ეწეოდა, ბოზიცოლი ყავდა რუსი. რა ვიცი, აი საოცარია რა ქართული მას რო გადახედავთ, რაც არ გვასწავლეს სკოლაში, ხო? და აი ეს ვაჟებშაველას გატეხვაც იქიდან გამოვიდა დაემსხვრა, რომ ბუნების ასეთი სილა. ეს ბუნება კი ღმერთის მიერ არის გაჩენილი და ბუნებაში ღმერთს უგალობდა ვაჟებშაველა. აქ-იქ გაიელვებს ქრისტიანული მოტივებიც, ჩემი ვედრება. არის ესეთი ლექსი, თითქოს ფსალმუნი არის ქართულ ენაზე. მე იქ არის მომენტები არის, მაგრამ ვერ განთავისუფლდა წარმართული რელიგიისგან და დარჩა მაინც ძალიან ესეთი პანთეისტური რელიგიის რაღაც უფრო მოტრფიალეს ვერ ვიტყვი, აი მიმდევარი. ადამიანი როცა გიტეხავს, მაშინ ახარ უკვე იქით და იქ და ღმერთის ისა ვერ ამაღლდა მაგდონემდე. და ის რასაც ის ფონი დახვდა რელიგიური, ამას პირწმინდა თხრის რა. აი როგორ მოთხარა ეს როგორი მოგდლები იყო მაშინაც, როგორ ეს ხალხი როგორი იყო ქრისტიანები ვითომ მართლმადიდებლობა ხო მათ ქრისტიანობა მგდელიც აღავთ ყველაფერი მარჯვენას ჭრიან მტერს იმ წარმოდგენით რომ საიქიოში იქ ომი მიდის და თუ ამას ჩვენ ხელი არ მოვჭერით იქაც ბრძოლა გრძელდება. ეს მაგიტომ არის განპირობებული ეს მარჯვენის მოჭრა, რა ცნობიერებაა. ალუდამყი არ მოსჭრა მტერი მახკლა და არ მოკლა მარჯვენა. არა, აშკაცი იყო, აშკაც და წავიდა სხვა მოჭრა დაუკიდა სახში. გადაირია ალუდამაზე. წავიდა და უკვე მოზვერი შეწავს და ვისამწყალობებ ალუდა ამაკურატი ჩავითა გადაირივნე როგორ შეიძლება მტერის სად გაგონილა მტერის გაგიჟდებით რა. ნახეთ რამდენი წელი გავიდა და რამე შეიცვალა. ვაჟას რა ტკივილები ქონდა და იმას ამას ნიჭით ამას თავის იმაში გადმოდა და ბოლოს ადამიანებსაც ატაშვილი მიცა. უფრო მეტად ძლიერი ვაჟა იქ არის სადაც ნატურფილოსოფად გვევლინება მხატვრულ ფორმაში. ვაჟა მაგარი ნატურფილოსოფოსია. ნატურა ბუნების სიბრძნე. ბუნება არის ბრძენი, სხვა სიტყვებით ბუნება არის ღმერთი. და სწორედ ამას ბუნება რო ღმერთი ესეც აწუხებს და ვერ გაარკვია სიკვდილ სიცოცხლეს არსი და იმიტომ იძახის ვინც მოკვდა თავსა მაუკვდა. ან კიდე ნახეთ წავიდა ესე იგი სიკვდილი ბოლოს ყველა კვდება და ქვიშას გამიგე შეერთვის ქვიშასა. არ არის ეს ქრისტიანობა? ადამიანი ქვიშას არ ერთვის. ერთხელც იქნება მაკვდებით მივებარებით მიწასა გულსა და გრძნობას შაურებთ ცივის სამარის ქვიშასა. ეს არ არის სწორი. ადამიანი არ კვდება, ადამიანი ცოცხლდება. ადამიანი სიკვდილი ამას სხვანაირად ესმის, სიტყვილი სუფთად მატერიალურად ესმის ვაჟას და ესე წარმოუდგენია სულთან ერთად ადამიანი მიწაში კვდება და შეერთვის იმ ქვიშასა. და ბიბლიური წარმოდგენაზე ამას გაგებაში არ არის. და რა თქმა უნდა აღზრავს პესიმიზმს. მაგრამ უცნაურია მე რაღაცა შეხვდებოდა და რამ დააწერინა ვედრება, ჩემი ვედრება. აი რამ დააწერინა. ამ აკაკი წერეთელს რამ დააწერინა სულიკო. აქაც ქრისტიანული მოტივებია. აი სინკრეტული რაღაცები მაინც არის გამონათე ღმერთი არანებებს ადამიანს თავს და თლიანობაში კი შემოქმედება მათი არ არის ქრისტიანული და კომუნისტები იმიტომ აბრუნებენ ამას და თავის სამსახურში იყენებენ. გაცხრილეს თელი ამ ელემენტებისაგან და თუ დატოვეს რომელიმე ინტერპრეტაცია მარქსისტული. კლასობრივი ესე იგი. ცუდი იყო ეს, ახლა პროგრესში ვართ. ესეც ხომ არ არის მეგობრებო. ამიტომ მაგათ საფარბეგი
პარალელები რო გავალოთ საფარბეგაში თავისი ეს ცოდვილობა დააფიქსირა და როცა მზათახარ სიკვდილისათვის ქრისტიანული სიმბოლიკით ის სიკვდილი ნიშნავს იმას რომ ცოდვა ვიღაცამ უნდა წაიღოს ასეთი ქრისტია ხატული ლიტერატურა არ იძლევა ამის საშუალებას და ვიწრო ჩარჩოებში უნდა ჩავჯდეთ და ესე რომ დავინახოთ რომ ამას იუდასავით თავის მოკლა უნდა არ იქნება სწორი იუდა ხატული პერსონაჟი არ არის იუდა რეალისტური ის არის ბიბლიაში საფარბეგი მართლაც აი მომკალი ეს არ აკლავს და ეუბნება ასეთ სისულელეს არა მე რატო აი წადე ვინც გაგზარდაო და პასუხს მისგან მოველიო მართლა დაუჯერა წავიდა და სიტყვით ეს ყველაფერს უყვება ჰაჯი უსუპი ქვეყანაში აღზრდელი როა ძალიან ძლიერი რაღაცა ასეთი და მოუყვა მერე რომ გაიგო რას თქვა ქმარმა და ესე უნება მომიტევო მაპატია როგორც მას და მეგობრებს მაგრამ ეს თქვა მაგ შენი საქციელის პასუხს მისგან მესმის და ჩემი პასუხი ეს არის აიღო თოფი და ბოლის კვამში გაიხვეო გასოცეზე მთავრდება ესა აი ესე დამთავრდა ნაწარმოები და რა არის ეს აღმზრდელმა თავი მოიკალა რა შევადარო ეს აღმზრდელი ბიბლიაში და გამჩენი იესო ქრისტეა თუ აქ გავაქრისტიანებთ მაშინ ძალიან უნდა დავძაბოთ სიტუაცია რომ ეს ლიტერატურული ნაწარმოები გამოვიყენოთ ადამიანში ქრისტიანული სახეების შესატანად ამხრივ შეიძლება გამართლებული იყოს ამ ნაწარმოების დაბრუნება მაგრამ გვაძლევს ნაწარმოები ხატული ნაწარმოები ექვემდებარება მთელი რიგი ინტერპრეტაციებს ეს ხომ არ არის ზუსტი მეცნიერება მათემატიკა და შესაძლებელია განვიხილოთ ესე მე რომ მიუდგე მაგას ესე მაგრამ რო ვქეკე მანდ აკაკი წერეთელის არ ვიცი აი ცოტა ის არის წინააღმდეგობებია არის ისეც მაგრამ რო შევკარა ნაწარმოები რისი მომცემია ესა და დავიყვანე ისევ მე სოციალურ სიბრტყეზე მოკლედ მოხსენი ქრისტიანული ჩარჩობს სოფხედველობა სოციალურ სიბრტყეზე და ის სინამდვილე ესე იგი როგორი გაგებაა განათლებაზე რას ვასწავლეთ და საერთოდ გაღზდით ეთიკას ვასწავლეთ ადამიანს და მორალს ჰაჯი უსუფს რა აკლდა ჰაჯი უსუფს აკლდა სწორედ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა ის მასწავლებელი არ იყო ქრისტიანული გაგებით იგი იყო მორალის მასწავლებელი აქ მორალის თვითმკვლელობაა გამოცხადებული და ამხრივ სწორია მორალით ადამიანს ვერ იმასა მორალმა მოიკლა თავი და აქაც წინს ნაბიჯი არ არის და ქართულ მართლმადიდებლობაში ქრისტეს მაგვრად მორალია გაბატონებული ნაბიჯი წინ არის და მე ამ მორალის გადაგებით მორალისტია საქართველო ნახეთ რა მორალიზმია სულ ყველგან რა სანთლებში არ დადიოდა და ხატებში ახლა სმიტების ოჯახი და ხოცა იმის დედა და ისინი და რამდენი ასეთი ხალხი კლავს თავს და კლავენ ერთმანეთს ზე ჰაჯი უსუპი მორალის პედაგოგია მორალმა კრახი განიცადა მორალით ჩვენ ვერ გამართლდებით ღმერთია გამართლებელი და ღმერთ შემოაქვს ჩვენი ქცევის ნორმები მისი პრინციპებით და ეს უკვე მაგარი რამეა და ნუ გვეშინია იმისა რომ რაღაცა მოხდა საფარბექი დავტოვეთ არ მოუკლია არავის მაგრამ საფარბექი გვჭირდება ჩვენ იმისთვის რომ გაგვაცნოს ერთი ხასიათი მე ამ ნაწარმოებში აღზრდელში თავარი გმერი აღზრდელი კი არ არის ბოლოში გამოჩნდება უფრო მთავარი პერსონაჟი აქ საფარბეგია ამასთან არის კვანძი შეკრული ეს არის ცენტრი და ეს ხსნის ყველას როგორც თავის მეგობარს ნაზიბურლობა მივატოვოთ არ გვინდა ახლა თელი ამბავი უბრალოდ ქალია და გვერდზეა გაწეული მაგრამ რა არის ეს რომ ნაზიბურლა კი იბრძვის რაღაც არ დაუნა რატომ ხარც არ ეუბნება ისეთ რამეს რომ სატოებ რის დამტოებ კაცო რა ტრადიციები ესა ესე იგი მორალი ტრადიციების ტრაგედია არის ამ ნაწარმოებში ტრადიცია დასაგამობია რაც არ არის სწორი და ასევე მორალით ადამიანს ჩვენ ვერაფერს ვერ გავაგებინებთ გარკვეულ ეტაპზე შეყვება და იმის გამო რომ ცოდვილი ბუნება აქვს ადამიანს როდის ამოხეთქა ცოდვის გამოვლენება როდის მოხდა საფარბექში როდესაც ხელსაყრელი მდგომარეობაში აღმოჩნდა პიროვნება ხელსაყრელი მდგომარეობა არის ტყე კლდეზე სახლში ლამაზი ქალი ცხოვრების სიმბოლო სილამაზის განსახილველი სიმბოლურად თუ გადავაქცევთ ამ შემთხვევაში ძალით ცხოვრებას აი ესე ცოდველი ადამიანი ვერ დაეუფლება იძულებული ხარ ცოდველი ადამიანი ცხოვრება გააუპატიუროს ისევე როგორც საფარბეგი აუპატიუროს ნაზიბროლას ნაზი არის იგი კიდე სულ სიმბოლოებში გავალთ და ყველა მხრიდან ჩვენ მივალთ ერთ გაგებამდე რას გვეუბნება ეს ნაწარმოები რისგან უნდა გავიწმინდოთ და აბატონო დღეს როდის დაიწერა ეს ნაწარმოები გავიდა 100 წელი გადახედეთ დღეს რა ხდება არაფერი რისი ბრალია ესა ჩვენ არც პედაგოგები ყავდა მასწავლებლები და ოხრათ მწერლები და გაარჩიებენ ეს ნაწარმოებები ისე რომ ჩვენი დაავადების ილუსტრაცია
აღმოეყო და გავენთავისუფლებინათ, ამოეყო ჩემგან ეს ნაკავი. საფარბეგი ცოდველი ადამიანია. ჰაჯი იუსუფ მაგრად აღზარდა ესა. მაგრები არიან ორივენი. აკი დაამტკიცა ერთმაც მეორემაც. ორივე ჰაჯი იუსუფის აღზრდილი არის, მაგრამ რას წარმოიდგენდა გამსდელი რომ ამას ეს გააკეთებდა. და საფარბეგმა გააკეთა ეგა. საფარბეგის ცოდვილი ბუნებამ გააკეთა ეგა და იმიტომ არის ეს საწოდავია. გამოსყიდველი ამასაც ჭირდება. აღზრდელი კი თავს იმიტომ მიკლავს რომ იგი ცოცხალ ღმერთს არ იცნობს. იგი მორალის პედაგოგია. მორალი კი ყოველთვის თვითკვლელობით ამთავრებს ამას. აი აქ არის ესე იგი, როცა ამაში შეიმეცნეს ამ ნაწარმოებში მასწავლებლების კრიტიკა, თავის დროზე ახალგაზრდა იყო აკაკი მროდაწერა, კინაღამ რა ვიცი, გააგდეს თუ თელი ამბავი ატყდა მაგაზე. ისე მართლაც ესეა. აკაკი ისეც არ იცის, როგორ გააკრიტიკა პედაგოგი, რომელიც ამოსავალ წელწილად მორალს დებს და ტრადიციას. ადამიანი მორალი და ტრადიცია არ იცვლება. როდესაც მარტინ ლუთერი საეკლესიო იმაში მღვდელმსახური იყო და სასულიერო ის იყო, ხვდებოდა რომ ამ მორალური პრინციპების მისაშველი არ არის. და მარტო ეს იყო სულ ახსარებებზე, მოკლა ხალხი ამან. როცა ერთ ჩვენი დღეს მაგას სახარებიდან ერთი ადგილი წაიკითხარი და რაღაცაზე განათება დაიწყო თავის გადაფას. აი მაშინ დაიწყო რეფორმაცია. ასე რეფორმაცია სულის ადამიანისთვის, ეს ბიბლიის ცვლილება თუ არ მოხდა ჩვენში, ჩვენც აი ესეთ სიტუაციაში ზუსტად ისევე მდგომარეობაში ჩავარდებით, როგორც საფარბეგია. საფარბეგი კარგი ადამიანია, ტრაგიკულია. მას არ უნდა რაც გააკეთა, იმიტომ რომ პავლემ კარგად აღწერა ეს მეშვიდე თავი რომელთა წერილი. საფარბეგის მდგომარეობა მხოლოდ არაურიოდ საფარბეგის არ აქვს სულიწმინდა მიღებული, იმიტომ მეშვიდე თავში მერვე თავი მოყვება. მეშვიდე თავში უკვე ხვდებით, კარგის კეთება მინდა, მაგრამ ბოროტისკენ მიდის. საფარბეგი კარგია, კარგი უნდა, მაგრამ ამ ხორცმა ხარ ვინ მიშველის მე? და მე პავლე გიძახს იესო ქრისტე. საფარბეგი ამას ვერ იძახის. ასე რომ პავლეც იყო ეგეთი. საფარბეგიც იყო პავლე, ხო? გარკვეული გაგებით. მაგრამ იმიტომ აქებს დაადიდებს იესოს, რომ მადლობა მას მაგან გადამრჩინო. ამიტომ ნაწარმოები ძალიან ტრაგიკულია და როგორ გვასწავლიდნენ გახსოვთ? გულზიდვა ქონდა ყველას. როცა მე ესე შევდივარ სტუდენტებში და მე არ მithქვია ბევრი ნაცნობებმა ბევრმა იციან ესა გამეორე სტუდენტებში მოწაფეებში. რატომ არის აღქმული ეს რომ ილია ჭავჭავაძის აკაკიძეს მე ბლანცხავ და ვათათხავ. საკუთარ თავს გადახედე. ილია რა საქმე გვაქვს ილიასთან და აკაკისთან. და რატომ არის ეს ქართულ ლიტერატურას ვაგინებ? აი ახლა რაც გავარჩიე ქართულ ლიტერატურას გინება. მერიკი დავაინტერესე ადამიანი ქართულ ლიტერატურას წაიკითხოს ხელახლა რათა თავისი პიროვნების კათარზისი მოახდინოს. აბა კაპკით ვერამერ გაიწმინდება საქართველოში, სანამ ჯერ კიდე ხარ ქართული ცნობიერის მატარებელი. კაპკას თავისი პრობლემები აქვს. ეგ პრობლემა ჩვენთან არ არის. კაპკას პრობლემა იცით რა იყო? ხოჯოში, უცხოში, ეს არის საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანი, რომელიც სუმთლად გაუცხოებულია. ოჯახშიც კი, მამასთან, დედასთან და ოჯახში აღქმული კი არ არის პიროვნება, ხოჭოს გმირი, მეტამორფოზა რო ქვია, რიგორ ზამზა. ეს აღქმული არის ოჯახში, როგორც ხოჭო და ნაწარმოები იწყება უცებ ერთ შემთხვევაში გაიღვიძა ზამზამ და ხოჭოა. როგორ დაძდევენ ამ ხოჭოს? ბოლოს იპოვიან, გამოხვეტავენ და ქუჩაში გააგდებენ. ქართველი ამას გაიგებს. ეს პრობლემა აქვს საქართველოში. ჩვენთან რატო არ იბადებოდა კაპკა? ჩვენთან დაიბადა ის, ღმერთმა ზუსტად ის მწერალი გამოგვაგზავნა, რა როგორი დაავადებულიც იყო ერი. იქ გააგზავნა ისეთი მწერალი, როგორც ევროპული იმაშია და მასშტაბებით, როგორც იქ რაღაც დაავადება, აი ის საჭიროა იქ. ასეთი შემთხვევით არაფერი არ არის. აი აღქმა რო იძახე, აი სამყაროს აღქმა, აი მწერლის ფუნქცია მაგაზე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, საერთოდ მაწუხებდა იგა რა. ჩემს ბიბლიოთეკაში იდო სერია, აი ესეთი სხვადასხვა მწერლის ლიტერატურის შესახებ. ეხლაც მაქვს აქ რამოდენი, და ყოველთვის მწერლს ნაწარმოებს რო კითხულობდი, მწერლის აზრი მაინტერესებდა, როგორ უყურებს ლაბორატორიას და ძალიან გამიტაცა ასეთი არა მარტო რომანის კითხვამ, უშუალოდ აი მწერლის შეხედულება მინდა სამყაროს. ლიტერატურას განსაკუთრებით. და არის ესეთი მთელი სერიები, ხო, მწერალი ლიტერატურის შესახებ. თითქმის ყველა მწერლი, რაც ცნობილია, გარკვეული რაღაცა რაოდენობის გადავიკითხე, როგორ უყურებს ესა თუ ის მწერალი ლიტერატურას, რა არის მათი გაგებით. და ძალიან საინტერესო მოსაზრებებს გებულობ მათ. ერთ რამეს მიმახვედრა ამან, აი როგორც მაგალითად თუ ტოლსტოი ძალიან ძლიერია, როგორც მხატვარი და კარგად აღწერს, აი აღდგომა მისი რომანი, ომი და მშვიდობა, ისეთ დონეზე აღწერილი, აი მშობიარობის, ისე რომ გაუცდებით, თითქოს არის ეს კაცი არის ესწრებოდა ამ იმას და ბებია ქალია თითქოსო, ხო? თუ ეს არის ძალიან ძლიერი სიტყვის ხატვის ოსტატი, ძალიან დებილი არის
ელემენტარ საუბარში. როდესაც მაგალითად მისი აღსარება წავიკითხე, რას ვფიქრობ მე ქრისტიანობაზე ესეთი წიგნი აქვს, ხო, რელიგიაზე. ბიჭო, კაცი, აი გრამიტვინი არა აქვს რა. დაიბნევი უცებ. აქ ასეთი გიგანტი, მაგრამ დაბნება გაიფანტება თუ ზღვარს გავავლებ. წერლობა რა არის ხელოვნება ლიტერატურა და როგორც მოაზროვნე მწერალი, უნდა გავთიშოთ ეს. ნაწარმოები მწერალთან არ უნდა გავაიგივოთ. მწერალ შეიძლება ისეთი მსოფლმხედველობა გქონდეს, გადაირიო რა, დებილი. ხო, აჭაბო ამირეჯიბი საბჭოთა ტვინი იყო რა. ბლოკუნებდა რა თავის იმერზე. ხო და ამ ხრივ მე სხვა კაცი მჭირდება, ზეგი ღმერთიც ხო ნიჭებს ისე ანაწილებს. ერთი მწერალია, მაგრამ შენ ნაწარმოებზე ვერ ილაპარაკებ, იმიტომ რომ ნაწარმოების იდენტიფიცირებას თუ მოახდენ შენ და ახდენს კიდევაც, ეს არ არის ნაწარმოებში. თუ გაიგებ, შენ ნაწარმოების ნაწილი არ ახარ. და საჭირო არის მეორე ადამიანი. აი ღმერთი აჩენს ასეთ ადამიანს. აბა საიდან არის? აი ლიტერატურათ მცოდნე და ძალიან კაი გემოვნება როა. შენ ხატავ, მაგრამ შენ არ გესმის რას ხატავ. ამიტომ არის პიროვნება, რომელიც ამის ნიჭი აქვს და შენიშნავს ამას, წამოიღებს ამას და მართლაც მოარტყავს მუზეუმში ქვეყანა ფულად გაიღე. შენ გაგებაში არ ხარ. შენ თვითონ მიდიხარ და $2 ტყიდი შენივე ნამუშევრებს. გაგებაში არ ხარ. კი, იტყვი რომ მაგარია, მაგრამ არ გესმის რა არის ეს. და უცნაურია ღმერთი როგორ აკეთებს ამას, რომ აჩენს ადამიანს ამ ნიჭით. მაგალითად, კარგი მუსიკოსი, მაგარი შემსრულებელი და როგორც კი დაიწყებს მუსიკაზე ლაპარაკი, ჩვენ წინ არის დებილი. აი მომისმენია მე მუსიკოსების ახსნა. ამიტომ არ არის სწორი მუსიკოსს უთხრათ, რა არის შენი ნაწარმოები. ჩვენ სხვა კაცი გვჭირდება ამის გასაგებად. აი ეს გამაგებინეს ამეებმა. ადრე კი ესე ვიყავი მე, აი ვერ გავიგე ამ წერალი მეტყვის. ვახ, რაღაც შინაგან ადგუზნობ რომ წერალი რო ლაპარაკობს თავისმა ბიჭო, არ ლაპარაკობს ეს იმას. აქ ეს არ არის. და ვეცებ ვინ არის ის კაცი, ვინ? და ამიტომ არის ღმერთმა აჩენს რა დავიდოთ კაცი, რომელმაც წერა არ იცის მხატვრული ნაწარმოების, მაგრამ კითხულობს ხვის დაწერილს. ესეც ნიჭი ყოფილა. და აი რატო ნიჭების საკითხი ბიბლიაში უკვე როგორ გააწყო რითმები, აი ამით ხო ეს რა თქმა უნდა. ამიტომ რომ საზღვრებს ვერ გაცდა ეგა. რა სჭირდება ფრანკს ეგა იქ სხვა ყოფა, სხვა კულტურა. ამჯერად ახლა აქაც დაბადებული ქართველს ეგ ქართული ლიტერატურა არ ჭირდება. ეს მე დავიბადე, მათ მე მჭირდებოდა. ეხლა ეგენი მე ახ არ მჭირდება. შემონახული აქვს ჩემ ცნობიერებას ვიცი და როგორც პედაგოგი, მასწავლებელი რაღაც იმ სივრცეში საქართველოს რო შემიძლია თქვა, მაგრამ ამ სივრცეში ესენი არავის არ ჭირდება. აქ უკვე სხვა იმას უნდა გადავხედო ლიტერატურას, სხვა ცნობიერის შესამეცნებლად, ფილოსოფია აქ უკვე ლიტერატურა არ არის. ლიტერატურის მწვერვალი აქ ფილოსოფიური ნაწარმოები. ჩვენთან არ იყო ეგა. და ეგ იყო მინუსი ჩვენი მეთქი. და ლიტერატურას კიდე ნახე ინტერპრეტაცია ისეთი აქვს, რომ გამოიყენებს ვიღაცა ვიგინდარაც, გამოიყენეს მარქსისტებმა. გამოგვაჭუკეს ამ დროს მწერლები, არც ერთი არ იყო კომუნისტები ისინი. და არ ხადაგებდნენ კომუნისტობას. მხატვრები არიან ესენი, ცნობიერების აღმწერლები, ყოფიერების, ტრადიციების და რაღაცას გვეუნებიან მხატვრულ ფორმაში. ამის საკითხის უნარი უნდა ქონდეს ადამიანს და აქვს კიდევაც რო იბადება, მაგრამ მასეც რო დაბლოკავენ. და დაიბლოკ, მოწყო დავიბლოკე. არ მალაპარაკებდნენ მე. თვით აკაკი მაგაზე კომუნისტი იყო, ისეც კი დაბლოკეს. და მე ხო საერთოდ რა. ეს აზროვნება მიუღებელია ქართულ სივრცეში რა. ამით იმის კი არ ვარ რომ მაგარი ვარ. რა არ შეიძლება მოისმინოს კაცმა, რა გეუნები კტენი თავში თუ რა. მე მჭირდება კაცი, რომელიც ქართულ ცნობიერების კურნალი იქნება. არ მინდა რა ეს კიდე ანტიკური ოდისებსა და რაღაცა მითოლოგია მინდა, კიდე გამოთაყვანება მინდა. წი რა კარგი პირობებია, ბერძენიშვილს ყავს სხვა აუდიტორია. თორე ჭორიკანა არის ლიტერატურული წერა. ეს ეფექტი ნულია. თვითონ кайფობს. ლიტერატურა ეს აფრიკული იქნება თუ რამე, ვერ შევადარებ რომელიმე ამერიკულს. აფრიკაში უნდა ვიცხოვრო და აფრიკული ლიტერატურის მწერალი ყავს მაგალითად აფრიკას ჩინვაჩები და ესეთი მწერლები არიან და იმ ერზე ცდილობს რომ წინ წაიყვანოს და მართლაც ილია ჭავჭავაძეს ეს კარგად ესმოდა იმ ყუმეთში რომელიც საქართველოს იყო მაშინ ცარიზმის დროს ეს მართლაც ესე იყო რა აი განმანათლებელი იყო მაგხორა წერა-კითხვის საზოგადოების გამავრცელებელი თავი ეს ამას ჩაუდგა სათავეში და ნებისმიერი მწერალი ვინც მწერალი იყო დაწერეთ რამე დავბიჭდოთ ხალხმა იკითხოსო რა და ახლა მაგი ახლა ილია ღმერთი ხო არ იყო უნდა გააგრძელოს ეს გზა ვიღაცა მაგრამ მოვიდა უკვე ბოლშევიზმი და ბოლშევიზმმა საბჭოთა ოჯახში შეგვიყვანა საბჭოთა ოჯახში გამოთაყვანება წავიდა გინება წავიდა ყველაფრის დიქტატურა წავიდა აბსოლუტურად მორალის სხვა სახე მიიღო ამან და უცებ ვერ გამოვიყენეთ 70 წელი რაღაცა პატპოლი მუშაობისათვის რომ ცნობიერებაზე გვემუშავა და ერთ დღეს გაიხსნებოდა ესა და ჩვენ უფრო კარგად ვიქნებოდით ევროპული ინტეგრაციასთან კარგი გაგებით და არა ის რაღაცა აღვირახსნილობა და ლიბერალიზმი და ჰედონიზმი ყოველ შემთხვევაში საქართველოში მაინც შემოვიდოდა ქრისტიანობის რაღაც დღეს ხომ არ არის დოზით შესული არც ერთ უნივერსიტეტში ადამიანს
წარმოდგენა ქრისტიანობაზე არ აქვს სწორი. ამ დასავლეთმა ეს მაინც გაიარა. იყო რა, იყვნენ. ეხლაც არიან, მხოლოდ ძალიან მცირედნი. მართლაც ქრისტიანული პრინციპებთან მის აღარც ლექს დაწერა, აღარც ეგ ნამდვილი არის. ხო, ისაუბრებ ქრისტეზე. და რომანებს არ წერდა არც ერთი ქრისტიანი პიროვნები. ისინი საუბრობდნენ ქრისტეზე თავის ესეისტურ იმაში, გვეხმარებოდნენ ბიბლიის შემეცნებაში. რომანს არავინ არ წერდა, წერილის ნიჭი ყველას ჰქონდა. ქრისტეს არაფერი არ დაუწერია. თუმცა ცნაურია რომ სული წმინდა იგივე ქრისტე არის, ღმერთად ბიბლია დაწერილი და მაგრამ ეს ხომ არ არის ლიტერატურა მაგ გაგებით. პავლე არაფერს არ წერს ფილოსოფიურ ნაშრომებს, საუბრობს და ყველაფერი ეხება მისი წერილების საუბრის გადაცემა დისტანციაზე. წერილების საშუალებით ხდება და რომ ხონოდა ეს საშუალება ჩვენ რო გვაქვს ის დარწმუნებული ვარ არაფერს არ დაწერდა და ყოველთვის ისაუბრებდა და რასაც ისაუბრებდა იმის სტუდირებას გააკეთებდა რომ ხალხს ფართო მასებისთვის გაეცნო. მართლაც ესეა. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ გაჩენილები აი სისულელების ჩიხში რო შევედით, ამიტომ დაიყარა ფილოსოფია, მეცნიერება, ლიტერატურა, ხელოვნება, ედემის ბაღში ეს საჭიროებას არ წარმოადგენდა. ადამიანს არ ჭირდებოდა წერა-კითხვა. რადგან ხალხმა წერა-კითხვა რომ გადავალთ იქით ყველაფერი წავა რა მაგარი რა ეხლა კი ეს იარაღია რა ვქნათ არ ვისწავლი წერა-კითხვას დაგვჩაგრავს სხვა ხომ უნდა შევიმეცნოთ ამით ჩვენი თავი მე იმ ხელა ის არის არჩევანი რომ შეიძლება თუ კარგად ვერ მეერნე დაიბნევი ასევე ის მეც რო გავეცანი მეც თქვი ეს ახლა იმას უსმენს მეთქი ტვინი აქ იმის გამოსებული და სანამ არ გაიწმინდა სტაბი რა უნდა გაიგოს ჭია გაკ ხმალაობის ეთი წადი და იმასთან დაჯექით და უსმენე იმ სისულელებს მაგისტრის განათლება არის იარაღის საბრძოლველად და თვითდამკვიდრება სხვა ჩემთვის განათლება არის ჩემი თავის აშენება განსხვავება დიდია ვინმე სწავლა მაცხოვარმა ჩემთვის განათლება სწავლა ყველაფერი არის ჩემი თავი ავაშენო მე მჭირდება რა ვქნა ჩემი თავის აშენება იმ ყოფიერებაში რომელშიც მიწევს ცხოვრება ხიფათები ნაკლები შემხვდეს ავირიდო თავდაცვის უნარები მქონდეს ადამიანების გამოცნობა შემეძლოს რომ არ გავყო თავის სისულელეებში და სიკეთის საზოგადოებრივი გაგება არ მინდა მქონდეს მე სიკეთის ქრისტიანული გაგება მინდა არ მინდა რა კომუნისტური სიკეთეები კონსტიტუციით მოწოდებული სიკეთეები ჰუმანიზმი ეს მე მღუპავს ასე რომ სწავლა პირველ რიგში არის ქრისტიანობა გვასწავლისამაც შენ აშენდი და ამ შენებელიც ყავს და როცა შენ სწავლობე სხვაზე ჩაგრა ვითომ შენ ჭკვიანი ხარ არაფრის მომცემი არ არის ეს ისეც არ დაყრეს ფარხმალს და ყველა განათლებულ ადამიანს თავისებური იარაღები გააჩნიათ ამას ეფექტი არ აქვს ამიტომ მე შევცვალე ეს კურსი დიდი ხანია ქრისტეს დახმარებით და განათლება ჩემთვის აღარ არის ბრძოლის საშუალება ადამიანი იცი რა არის ამტკიცე რომ შენ ხარ ჭკვიანი მე რა შემამტკი არაფერსაც არ ამტკი მე ვიძახი ვსაუბრობ ამიტომ რა უნდა გააკეთოს განათლებულმა ადამიანმა უნდა ისაუბროს მიეცემა საშუალება და გამოთქვას შეხედულება სამყაროზე იმაზე და მოსმენელი იქნას ეს თუ არ შეისმენენ მოისმენენ ვინ შეისმენს თვითონ დაადგება ამ გზას და საუბარი კი აუცილებელია ევანგელიზაცია საუბარი ქართულ იმա რო ვთქვა ეს არის ისეთი საუბარი სიხარულის გადმოთქმის საშუალება არის ევანგელიზაცია ესე იგი ქართულ ენაზე თუ თარგმნეთ ევანგელია რა არის ეს არის კაცი ევანგელისტი რომელიც სიხარული რაც შეემთხვა განიცადა ისწავლა აი იმას კათედრიდან გადმოსცემს ეს არის ევანგელისტი და ამის მთავარ გმირზე ლაპარაკობს ეს ევანგელისტის მთავარი გმირი იესო ქრისტეა ჰედონიზმი რო დაიყვანს ამ სოფლიოს ამის მოსმენა რა თქმა აქ მე რა არის მოსასმენი რა ის თოლოგია ის ეს ამან ეს თქვა იმან ის თქვა ეს ახუნძლე ეხმალავე აქ ესე წერია იქ ესე წერია რისი მომცემია შენ კიდე გაუბედურებული ხარ ისე გაუბედურებული პატარა რაღაცისთვის თავი ვერ გაგირთმევია ხო ცოლს თუ მოგიყვან ვერაფერი აი დაჩაგრული ხარ შვილი ყავს დაკომპლექსებული ხარ აი ფული არა გაქვს არაფერი არა გაქვს საწოდავი ხარ გადაყრი ამ წიგნებს ბოლოს შეიძლება გაბოროტე და რაღაცა ზისხში შეხვიდე ამიტომ დღეს სოფლიოში სწავლას აქვს ერთ-ერთი დანიშნულება. როგორ ავიდეს სოციალურ კიბეზე მაღალ საფეხურზე ყველას ვაჯობო. ასე არ იყო დასავლეთში. ადრე. სწავლა იყო სიამოვნება. საკუთარი თავის აშენება. საკუთარი თავის გაუმჯობესება. საკუთარის გარდაქმნა. და რაც უფრო მაღალი გაგება გაქვს ამისი და ეს არის ქრისტიანული ღმერთს არ უშლი რომ გარდაქმნას იმას შენი თავი შენ მიყევი. საჭიროა მისი სიტყვები ჩაისხა. ჩასხმული სიტყვებს ის დაალაგებს. რო ჩაისხა მის სიტყვები, უნდა წაიკითხო. არ უნდა წაიკითხო აპრიორი შენი წინასახეებით, რაღაცა სტერეოტიპებით. აცალე იმას, შენ მიენდე და შენში დაიწყება გამოძერწვა. ეს წერია მანდა თურწმენა არა ასეთი ღმერთისა, სხვა ღმერთი კიდე დაგტოვებს ისეთი, როგორიც აყარ დებილი და ეს კიდე იმ ქვეყანაში სადაც ჯუნგლის კანონები მოქმედებს, გაჯობებს ის, ვინც შენზე ძლიერია. ყავს გაგაცროს გადაგაგ თუნდაც ძმა იყოს თუნდაც დაიყოს თუნდაც ცოლ იყოს გამოგისმებს გადაგაგდებს
ასე რომ ჩვენ მაინც ხო გვჭირდება ეგა და არის რომ ღმერთი დაშვებული ყავს ახლა. რა საჭიროა მილიონ კაცი გავაგებინოთ? გავაგებინოთ იმას, ვისაც სურვილი აქვს იმისა, რომ უფრო კარგი ადამიანი იყოს, ვიდრე არის. ახლა პატრიოტიზმი და რაღაცა ცოტა სასაცილო არის რა. პატრიოტიზმს იწყებს ადამიანები, კოლმევნების თავმჯდომარე და იგივე კოლმევნების თავმჯდომარე წინ მასწრებდა ამერიკის საელჩოში, სუდამდევდა, როგორც ინტუიცია ქონდა, რომ არა მომაგდოთ სიიდან. რაღაცა დღეს კიდე პატრიოტობას გადაგებს. არ გამოვიდა, კატავერი შეწუდა, ძეხვსაო პარასკევია დღესაო. ის ყუყურა რო არის, მან გოწოდებული, ისეც რა დღეში იყო, დაემტკიცებინა და მოეპოვებინა იმიგრაცია იმის საფუძველზე, რომ როგორ ავიწროებენ საქართველოში, ვითომ იყოს ეს ჰომოსექსუალისტი. გამოიცნეს, გამოაგდეს უკან. ეგეც პატრიოტში ხო დაიწყო ქადაგება. გადავიდა ხა იმიგრანტები, დაბრუნდით უკან იმიგრანტები. დადგეს ახლა და მან დაბა პატრიოტიკოს საკინოს. სცემა ვინმე? გაითამაშა სცენა, მაგრამ შეიმეცნეს, რომ ეს გათამაშებულიყო და ადგა უშიშროება, შეისწავლეს ეგა და გააბაზრეს და ხო, ეს მე ტესტი ჩავატარე. რო გადადგა ეგ სპექტაკლი. ხო, იცით რა, მე ტესტი ჩავატარე, აი და როგორ შეატრიალა ლოგიკა, იცი? ვნახე აბა რამდენი წერდა კომენტარს, აх რა საზიზღარია და აი შეამოწმეს. ეს ვიგინდარა, ესა. ბიჭო, ადამიანს საიდან აქვს ასეთი ვიგინდარობა? ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. მიელთვის ემიგრაციას, ჯერ რა უნდა ამუტვინოს გერმანიაში რა. 2 წელიც ხო შეინახეს ტყილა იქა. ნახე, შეისწავლეს უკან არის ამოტყრის ჭიტლახი და გამოაგდეს. მე აეროპორტში როგორ უნდა რომ ვინმეს ეცემა. თელი ისენი რო იჯდა და აწერდა იცი რომ აგინებინებდა და ბიჭო რას აგინებინებ ამ ხალხს სპეციალურად აკეთებს რომ აჩვენოს იქ რო შევა სასამართლოზე რომ აი რა ქვეყანა მონსტრია შენ ახარ ქართველი საქართველოს ესე წარმოადგენ მეც შევედი ემიგრაცია მოიპოვე მაგრამ არასოდეს საქართველოს გინება მე არავისთვის არ მithქვია ესე უნდა ამ კუკურას რომ ვითომ იცი კაბა ჩავიცმე იმა ჩაი და დაძდებენ საქართველოს ვის დაძდებენ რას დაძდებენ ახლა ფიზიკურად ხო არ აკლავენ გეუნებიან რომ ეს არ არის სწორედ და შეიძლება შემოგაგინონ ასე რომ რასიზამთ ბოროტი და ცოდვილი ბუნება ადამიანს ხო აქვს და თან ბოროტების პრეზიდენტი ვიცით ვინც არის და ყველაფერი ერთ ჩვენერ დღეს წინ დაუხდება ეს რო ვიცი მე ამიტომ რაზე უნდა გაბარაძდეს ადამიანი გარდა იმისა რომ სასაუბროთ აქციე თემა ანალიზი ჩვენთვის კაია რომ არ მოიწამლოს ვინმე და ყველა თავისას რასაც თესავს მოინგის არ არსებობს ქრისტესთან მივიდეს კაცი და არ მოხდეს გადაფასება თუ იქ არ ახარ ყველა ვარიანტში ტყუილს იძახი რა აი ჩემთვის ეს აპრიორია. კაც ქრისტეს არ იცნობს და ხედავ რომ ესე გიტყვება რა. იმას მე ვერ მოусმენ. უნდა 100%-ით ვერ მომაწვდის სიმართლეს. წყაროთ არ გამოვიყენებ. უნდა დავაკვირდე. არ ავყვები. აი იმას ვერ მოусმენ რა. იმიტომ რომ ის ხო ვიცი მის და უნებურად ისეთ სისულელე სიტყვის რომ მეც ჩამამბობს იმაში და ცოდვაში ფეხ ჩამადგმევინებს. ამიტომ მე უფრო მივდებ ქრისტიანულ პრინციპებს და ადრეც ვილაპარაკეთ. როგორ იტყვება ტოტალურად ადამიანი, ეს კარგად შენიშნა აი ერთ-ერთ წიგნში ერთმა პიროვნებამ და აღწერა კიდევაც ეგ მაღალ დონეზე, მაგრამ რა თქმა უნდა ეს როცა ბიბლია უკეთეს იმას მაძლევს ამაზე. და ჩვენ კიდე ჩვენი მუშაობა იმაში მდგომარეობს საკუთარ თავთან, რომ გადახედე აი რატო იტყვები, როდის იტყვები, რა არის ტყუილის განმაპირობებელი, რატო გჭირდება ტყუილი? აი რაში გჭირდება ტყუილი? რისი გწვენია, რისი გეშინია? რა არის ადამიანის გეშინია და ღმერთისა რა? და ამიტომ რა იტყვები და გონია ღმერთს მარის არაფერი? მე იმასთან ჩააბარებ, იმას შეხვდები კი რო? ამიტომ მე პირადად მე არც არაფერიც არ მწვენია, არც არაფერიც არ მეშინია. ადამიანები საერთოდ აღარ მაშინებს და რა უნდა შემაშინოს სოციალური მებზე არც კონკურენტია ჩემი არავინ. აბსოლუტურად. არავიზე არ ვარ დამოკიდებული. ხომ ადამიანზე და რა სიტყვის ჩემზე ახლა რა პრობლემა არის? უბრალოდ ხელს არ შეუწყობ იმაში რომ თუ გავჩერდები და არ მივანიშნებ, იქნება ღმერთმა ვაჩვენო, ეს იტყვება ესა, ვამხილო. შემიძლია ყველაზე ადვილი ფორმა არის ხმა არ ამოიღოს უჩუმად იყავი და დაემალე წადი. ერთხელ ვიტყვი ორჯერ და მეტი ახლა მეტი რა საჭიროა. ხო, ასე გამოყენება მაგრამ იცით მეგობრებო რომ მაღალ დონეზე ქართულში ძვალბილშია გამჭდარი. ხო, გამოგიყენებენ რაღაცავში ჭირდება, მე გადაგაგდებენ. და სანამ საქართველოში ეს ჩინებანა არის, ადამიანს აფასებენ ისევ ჩინებით. ყველამ რო ეგიცის, იმიტომ არის კურსების იგდამ. თავში არაფერი არ გიყრია, დალოცვილო. რა თქმა ბლოგერი ხარ, ისა ხარ, ჯერეთი რა არის, ვის მოატყვევებ მაგას? რეჟისორი ხარ, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ხარ, რა ჟურნალისტი ხარ, ვერც ქართულად მეტყველები, არც წერის კულტურა გაქვს, არაფერი არ იცი. ის არ მოგისმენენ. ბევრმა ქაოტურად წაკითხულმა შეიძლება იმდენი სისულელები გალაპარაკობინოს, რომ მეტი რო არ შეიძლება. და ისტორიკოსი კიდე რა ძო, საქართველოში ისტორიკოსია ყველა. რომ კაცი არ ფასდება მათ თავისი პიროვნულობით, თავისი ლექსიკონით, კაცი ფასდება მათ ჩინით. ფულით, ვისრაკ და ბევრი ესეთი ლექსებიც აქვს გრიგოლ ორბელიანსაც
ილია ჭავჭავაძესა აკაკი წერეთელზე ხო საერთოდ მოთხრილი აქვს თავის ლექსებში სატირულად ქართული ყოფა ცხოვრება. რომელი ერთი გავიხსენო რა. აგერ მიყდია ის ტომები. ახალი ხო გამოვიდა.